მოგესალმებით მეგობრებო. ეს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გუნდებით ახალი ვიდეო მიმოხილვით, თუმცა ახალი პლატფორმიდან უკვე YouTube-ზეც გვიხილავთ ხოლმე. ია ტელეფონზე არის ალფაზებში სამხედრო ექსპერტი, რომელთანაც ხშირად თითქმის ყოველკვირა წარმართავთ აი ვიდეო მიმოხილვებს და შეჯავრებს გავაკეთებ. განვიხილავთ ყოველკვირა იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელსაც ისედაც მიმოვიხილავთ ხოლმე ალფას Telegram თუ Facebook პლატფორმებზე. Მეყოლებო სტუმრები და რა თქმა უნდა ეს ჩვენი განხილვის საკითხები შეეხება უკრაინას, სოფლიოში მიმდინარე პროცესებს. თქვენ კი მეგობრებო გთხოვთ რომ დასვათ კითხვები და შემდეგ გადაცემებში ამ საინტერესო კითხვებს შევარჩევთ და ვეცდებთ რომ გავცეთ ამ უძრავი პასუხები. დღეს რა თქმა უნდა აუცილებელია ესე ვთქვათ შევეხოთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს და პირველი თემა, რითაც მინდა გავხსნა ჩვენი ვიდეო მიმოხილვა იქნება ამერიკის ახალი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელმაც ერთგვარად თავდაღია დღევანდელი გეოპოლიტიკური ტენდენციები და ამ თემის გარშემო მინდა რომ მოვისმინო ჩვენი სტუმრის პოლიტიკის მეცნიერებების პროფესორის და თავდაცვის საკითხებში ექსპერტის, ჩემი მეგობრის ლაშა ძებისაშვილის მოსაზრება პროექტში მადლობა მომზადებისთვის. ხო, პირველი მნიშვნელოვანი ისე ვთქვათ პრობლემა, როდესაც გამოხატა ეს ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფცია, გაჩნდა ეს რაღაც ახალი ხედვის სახით ამერიკის მხრიდან. ანუ სამი მნიშვნელოვანი პუნქტი არის ჩემი აზრით ძალზე საგანგაშო. პირველი ის რომ დასახელებული აქვს ესე ვთქვათ მნიშვნელოვან პუნქტად, რომ უკრაინაში უნდა მორჩეს ომი აუცილებლად. ეს ალბათ გულისხმობს ნებისმიერი შესაძლებლობის ჩართულობას იმისათვის, რომ უკრაინაში შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები. ეს ამერიკის ახალი ხედვა აბსოლუტურად. მეორე არის ის რომ ასევე ჩემთვის ესე ვთქვათ საკმაოდ ალარმისტულად გამოიყურება რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენა და მესამე არის ის რომ უნდა შეჩერდეს აღმოსავლეთ ფლანგზე ნატოს გაფართოება და ზოგადად ნატოს გაფართოება უნდა ვთქვათ შეწყდეს. ლაშა შენ როგორ ვფიქრობ ეს ახალი კონცეფციის ეს სამი ჩემთვის საგანგაშო პუნქტი რას გულისხმობს დღეს აი როგორ მსოფლიოს წესრიგს აყალიბებს რა მესიჯია ეს პირობითად ამერიკის მოკავშირეებისთვის, ევროპისთვის, რა მესიჯია უკრაინისთვის, რომელიც დღეს ომშია რუსეთის წინააღმდეგ და რა მესიჯია ასევე ჩვენთვის, რომლებსაც ანუ საქართველოს გვაქვს მკაფიო ჩამოყალიბებული ხედვა, რომ გვინდა ნატო და იმისათვის ერთგვარ ქოლგაში მოვიქცეთ და ამ დროს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამბობს, რომ შეწყდა ამერიკისთვის პრიორიტეტის დასახელება იმ თვალსაზრისით, რომ უნდა გაფართოვდეს ნატო. ამ კითხვაზე პასუხი რო გავცე, რაღაცა ორი მიდგომა უნდა შევეცად რომ ორი მიდგომით დავანახო, როგორ შეიძლება ამაზე პასუხი გაეცეს, იმიტომ რომ ტიპიურად ესეთ წარმოდგენა არსებობს, რომ ანუ ერთი ბანაკი მაგალითად წარმოადგენს ამ სტრატეგიას იმ კუთხიდან, რომ არაფერი აქ საგანგაშო არ არის, ეს არის ისედაც მომწიფებული რაღაცა მიდგომა ამერიკაში, რომელიც მოითხოვს ევროპისგან უფრო მეტ პასუხისმგებლობას საკუთარ უსაფრთხოებაზე და შესაბამისად რაც კი ამ კონცეფციაში ვიხილეთ, ეს არის ფორმულირება იმ ყველა მნიშვნელოვანი ელემენტის, რასაც აი ეს მიდგომა რომ ევროკავშირმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა ეყოს. ზოგადად საერთაშორისო მხოლოდ ევროკავშირმა, არამედ ამერიკის პარტნიორებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა ეყოს საკუთარ უსაფრთხოებაზე. თითქოს აი ეს დოკუმენტი გამოხატავს აი ამ ახალ მიდგომას, მაგრამ რეალურად არაფერი არ იცვლება თითქოს ამერიკის დამოკიდებულებაში გლობალური უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. ის ერთგული რჩება თავისი მეგობრების, პარტნიორების და გადატანა ხდება ყურადღების, რომ აი ცოტა მეტი უნდა იტვირთონ, ცოტა უფრო მეტი უნდა იტვირთონ ამერიკის მეგობრებმა საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად. ეს ერთი მიდგომა, რომლის სიყალბეშიც რეალურად ჩვენ შეგვიძლია ძალიან მალე ვიმჟავოთ ამაზე და დავწმინდებით, რატომ არის ეს მიდგომა ყალბი. და მეორე არის მიდგომა იმისათვის, რომ გავერკვიოთ რამდენად
ეს უსაფრთხოების სტრატეგია რეალურად პასუხობს ამერიკის შეერთებულ შტატების ინტერესებს და რამდენად ის რადიკალურად წარმოადგენს ცვლილებას, რაც აქამდე ბოლო 25 წელი ხდებოდა თეთრსახში, ზოგადად ამერიკულ უსაფრთხოების ინსტიტუტებში, გლობალურ უსაფრთხოებასთან მიმართებაში. ჩვენ უნდა შევხედოთ აი პატერნებს რომ ეძახიან, ხო? განვე ეს ქართულად როგორც არნება, არც კი ჩარჩოები, ხო? აი რაღაცნაირად ტიპიური ჩარჩოები, რაც დამახასიათებელი არის ზოგადად ტრამპისთვის, ტრამპის მიდგომისთვის და ტრამპის ჯგუფისთვის, რომელმაც ეს 2024 წლის იანვრიდან აშშ ეს უფრო აქტიურად დაიწყო, უფრო რადიკალურად დაიწყო ამის განხორციელება, მაგრამ მანამდეც ხდებოდა გარკვეულწილად ამის ერთგვარი ეპიზოდური გაჟღერებები. ეხლა ბოლტონის ეს ცნობილი მემუარები პირდაპირ მიანიშნებს ახლა რომ ნატოს თემა ერთ-ერთი კრიტიკული იყო, ნატოდან უფრო სწორედ ამერიკის გამოყვანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო, ისევე როგორც ეს შიდა პროდუქტის პროცენტულობის გაზრდა ნატოს წევრ ქვეყნების მიერ, ევროპელების მიერ, რათა ამ გაზრდილი რესურსებით 2%-ად, უფრო მეტად, ხო, ანუ 2% იყო, მაგრამ კიდევ უფრო მეტად, რომ იმისთვის რომ მათ უბრუნებო თავისი უსაფრთხოება. ეხლა აქ ეს ორი მიდგომა რო გამოვიყენოთ, ეხლა და შევხედოთ პირველი მიდგომა რო ამბობთ. ეხლა და ვთქვათ, რომ რა არის ახლა რეალურად კატასტროფული ამ კონცეფციაში რა არის. პირველი რაც არის ის რომ ბოლო 25 წელს გადავხედოთ, ანუ რა ტრადიცია იყო არის ჩამოყალიბებული არა თეთრ ადმინისტრაციებში, არამედ ზოგადად ამერიკულ ინსტიტუტებში. არის ის რომ იყო მკაფიო გაგება, რომ გლობალური ჰეგემონია ეფუძნება ალიანსების სისტემას. ალიანსების სისტემა, სადაც თითოეულ ამ ალიანსში იქნება ორმხრივი თუ მრავალმხრივი წამყვანი როლი ეკუთვნის ამერიკის შეერთებულ შტატებს და შესაბამისად ეს გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა აი ამ ქვედა ალიანსების სისტემაზე იყო აგებული და ეს სისტემა აპრიორი გამორიცხავდა ამერიკულ იზოლაციონიზმს, იმიტომ რომ გლობალური ჰეგემონობა ვერ იქნება დამყარებული იზოლაციონიზმის სახელმწიფოზე, რომელიც დასავლეთ ნახევარსფეროში ჩაიკეტება და იტყვის რომ დანარჩენი მე არ მაინტერესებს, მიხედავთ თქვენ თავს ესე არ ხდება. ზოგადად ეს ძალიან მკაფიოდ გაგებული იყო და გარდა ამისა არსებობდა კიდევ ეს ორი 엘ემენტი ეკონომიკურ ან გლობალურ ჰეგემონია ნიშნავს გლობალურ ეკონომიკურ ჰეგემონიასაც და გლობალურ ეკონომიკას სჭირდება შესაბამისი პოლიტიკური და სამხედრო უსაფრთხოების პერიკეტი. ანუ ეს არის ის სამხედრო ბაზების სისტემა, რაც გლობალურად განლაგებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და საშუალებას აწევს ამერიკას, რასაც ინგლისურად ქვია global reach. ანუ გლობალური წვდომის საშუალებას აძლევდა ნებისმიერ გეოგრაფიულ კუთხეში. ეს მიდგომა, ეს ძალიან დასაგები იყო ყველასთვის, ყველა ამას მეტნაკლებად იზიარებდა. შეიძლება ახლა ობამას პერიოდიდან ვიფიქროთ, ობამამ წამოწია ეს აზიური პივოტი, ხო, ან ეს თქვი ჩინური პრიორიტეტი ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ პრიორიტეტების ცვლილება მაინც არ იწევდა აი ამ სტრატეგიის გადახედოს არ. ეს მაინც ეს ფუძემდებურად ეს პრინციპები იყო. ეხლა იქ ჩინეთი უფრო მეტ როლს შეიძენდა თუ ასე შემდეგ, ეს ახლა ამერიკის სტრატეგიული ანალიტიკოსების დასკვნის საფუძველს წარმოადგენდა ალბათ და ასე თუ ისე სტაბილურად მიდგომა შენარჩუნებული იყო. ეხლა რასაც ჩვენ ახლა უყურებთ, პრაქტიკულად ყველაფერი ბაზისურ პრინციპებზე ხდება, გადახაზვა ხდება მათი და პირველი ამერიკა ბევრი ამბობს რომ მონროს დოქტრინას უბრუნდებაო. ჯერ ერთი ვერ მოხდება მონროს დოქტრინის დაბრუნება, იმიტომ რომ ის პერიოდი, როცა მონროს დოქტრინა შემუშავდა, რადიკალურად განსხვავდება დღევანდელ მსოფლიოსგან. ხო, ანუ ის მაშინდელი მსოფლიო და დღევანდელი მსოფლიო რადიკალურად განსხვავებულია. ბაზების დახურვაც უნდა დაიწყოს. ხო, მაშინდელი ამერიკის ეკონომიკური სამხედრო პოტენციალი გაცილებით განსხვავებულია დღევანდელი ამერიკის, მაშინდელი საერთაშორისო სისტემა განსხვავებულია როგორც დღევანდელი, მათ შორის საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით. მოკლედ, მთელი ეს ინსტიტუციური აბე რაც არის მსოფლიოში რადიკალურად განსხვავდება იმ სიტუაციისგან, როცა მონროს დოქტრინა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ჩამოყალიბდა. მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის პასუხისმგებლობის გადადება თავის პარტნიორებზე. ოღონდ აქ პასუხისმგებლობის გადადება, როგორც ჩანს,
თანაბრად განაწილებაზე კი არ არის საუბარი. აქ პირდაპირ მინიშნება არის რომ დაც მალავე მირეღო ტექსტი პირდაპირ მინიშნებს რომ ამერიკა გადის ევროპიდან და ცალსახად ეუბნება ეს კიდევ იქნებოდა სადისკუსიო თემა რომ არა უკვე მიწოდებული გეგმები ეხლა რუმინეთის ანუ აღმოსავლეთ ევროპის პოლონეთისთვის ეხლა კიდევ მიწოდებული გეგმები სადაც პირდაპირ არის ნათქვამი რომ ამერიკა იწყებს თავის ქვეყნების შემცირებას ამ ქვეყნებში გაყავს რეალურად და მათ შორის გერმანიის ოღონდ ფედერალური მთავრობაც ინფორმირებულია იმაზე რომ გერმანიაშიც დანიშნულებენ ამერიკელები ამ საროშოს გადადგმაზე ეს კიდე ცალკე გაგვეწია ამასობაში ეს საკითხიც რომ მიდის მიმდინარეობს სტრუქტურა საგლობების ამ გადახედვა და იქ პირდაპირ არის ნათქვამი რომ საკერ ეს ლოგადოთან და ეუკომის გენერალი ის ევროპელი გენერალი უნდა იყოს და ეს ეუკომი პრაქტიკულად იქცევა ევროკავშირის სარგლობად ხომოთ რა სტატუსში ჯერ ჩემთვის გაუმოვლელია ისევ ნატოს სტატუსში დარჩება თუ რაღაც ნატოს რაღაცა ემართება სხვათა შორის კულუარებში პირდაპირ ამბობენ რომ ნატო დამთავრდა ეს მე ვისთანაც რა კონტაქტი ყოველ შემთხვევაში იქ არის ამაზე საუბარი რომ ნატო ამ ნატო რასაც ჩვენ ვიცნობთ ის ნატო დამთავრებულია და ჯერჯერობით გაუკვირველია საერთოდ რა ფორმას მიიღებს ნატოს ანუ რადიკალური ნაბიჯები გადადგმულია და ამასთან ერთად ეს პირდაპირ კავშირდება რა თქმა უნდა მესამე მნიშვნელოვანი საკითხს ეს არის ომის ბედი უკრაინაში და ეს იმდენად იმ საკითხს კი არ მოიცავს აი პირობითად დავეხმაროთ თუ არ დავეხმაროთ ნებისმიერ ფასოვან მოჩესოღონია აქ არის საუბარი თუ რამდენად რადიკალურად შეცვლილი არის თეთრი სახის ტრამპის ადმინისტრაციის ხედვა ომის ომის საბოლოო შედეგი ანუ რითი უნდა და თუ აქამდე განცდა იყო ესეთი რომ რა თქმა უნდა ნორმატიული მიდგომა იყო ესეთი რომ რუსეთი არის დამნაშავე და უკრაინა არის მსხვერპლი შესაბამისად ანუ ეს მიდგომა იყო რომ რუსეთი უნდა გაისაჯოს შეიძლება კი იცოდნენ რომ ისე ვერჯით როგორც ჩვენ გვინდა სხვადასხვა მიზეზების გამო მაგრამ შექმნილია მთელი რიგი მექანიზმები რაც რუსეთს ასე ვთქვათ სისხლს ადევნინებს ხო და ამ დროს უკრაინას დიდი თუ მცირე რაოდენობით სადამდე საჭიროა ესეთი განცხადებული ხშირი იყო რომ ჩვენ დავეხმარებით იმისთვის რომ როგორც მინიმუმ არ დამარცხდეს ეს მიდგომა მთლიანად არის ნაგავში მოისროლა თეთრმა საქმე და თქვა რომ ჩვენ არ გვაინტერესებს რეალურად ერთ დამთავრდება ეს ომი ამას არც იგანია შეიძლება ნორმატიული მიდგომა ვინ არის ცუდი ბიჭი და ვინ არის კარგი ბიჭი ესეც საერთოდ იმუშავება ეს რა თქვის იმ მოცემულობას რომ 1955 წლის მერე დამყარებული სოფლიო წესრიგი სადაც საზღვრების რღვეობაზე იყო დამყარებული აღარ არსებობს ანუ დიდ შეუძლია პატრონი დაჩერდეს და წაართვას ხო 1000 ჩვენ ხო ვიცით რომ პირველი სოფლიო ომი და მეორე სოფლიო ომი ეს არის ორი დიდი უბედურება რაც ევროპაში მოხდა და ამ ორ დიდმა უბედურებამ დღის წესრიგში დააყენა სამართლიანი წესრიგის და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული მშვიდობის ეს მოთხოვნა. ეს იყო რა როცა ვსაუბრობთ ნორმატიულზე, ანუ საერთაშორისო ურთიერთობებში, ანუ ნორმატიულად ჩვენ ვიცით ვინ არის დამნაშავე. შეიძლება ვერ ვიგდიდეთ რომ იმიტომ რომ ის ზესახელმწიფო ვარიანტი სახელმწიფო მაგრამ ისა გვაქვს რა ქვია კაფეოდო გადაგდილი რომ ეს დამნაშავეა და ის კიდე არის მსხვერპლი და ეს არ ექმნებარება განსჯას. რეალურად ამერიკულმა მიდგომამ ეხლა ეს ფუძემდებელი თემა აყირავა 45 წლიდან და თქვა განუცხადა ყველას რომ აწი ნებისმიერი ომი რანაირადაც ის ბარბაროსული არ უნდა იყოს დამნაშავული ომი არ იყოს თუ ასე შემდეგ პრაქტიკულად მე როგორც ზესახელმწიფო რომელზეც დგას უსაფრთხოების არქიტექტურა მსოფლიოსი ჩვენ ახლა უნდა შევეგიოთ იმას რომ აი ნებისმიერი ესეთი არასამართლიანი ომი ესეთი აცებლური ომი შეიძლება აი ამ აცებელი სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად დამთავრდეს და ჩვენ ამას უნდა შევეგიოთ არ განვიხილავთ საერთოდ იმას რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს ეს არის ფუძემდებელი მიდგომა რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია საერთაშორისო აი 25 წლის განმავლობაში და 55 წლიდან მოყოლებული კი მით უფრო აი ამ გაგებისთვის და ამიტომ არის რომ ესეთი მიდგომა არამხოლოდ რადიკალურად აღიარებს უკრაინის საკითხს და ევროპულ უსაფრთხოებას თავისთავად აგერ უკვე
იაპონიის პრემიერ-მინისტრი ხო და განაცხადეს რომ მათთვის ბირთვული შეერაღების თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ბირთვულ თემას ასევე აყენებს პოლონეთი, დღის წესრიგში შვედეთი ასევე განიხილავს კულუარებში, ისედაც ქონდა ძალიან განვითარებული ბირთვული პროგრამა და უბრალოდ თავისი ნებით გააჩერა, თორე ყველაფერი სრული ინფრასტრუქტურა ქონდა ბირთვული გოგონის შესაქმნელად, ყველგან მიდის ბირთვული საკითხის განხილვა ხელახლა და ამ დროს მიდის ხელახლა გადააზრება, რომ რანაირი ალიანსები უნდა შეიქმნას, რომხრივები თუ მრავალმხრივები, რათა მოხდეს გადაზღვრება იმ არასანდო ამერიკული პოლიტიკისგან, რასაც ახლა ტრამპის ადმინისტრაცია ეწევა საერთაშორისო მასშტაბით. და ეს არის ის შოკები, რეალურად შოკური ეფექტი, რაც ამ სტრატეგიამ გამოიწვია ამ ბოლო რაღაც რამდენიმე დღის განმავლობაში. პირველი თემის გარშემო, რომელიც ეხება უშუალოდ ამერიკის ეროვნულ კონცეფციას და ახალ რეალიებს, რომელსაც ვაშინგტონი აწესებს, მისი ახალი მიდგომებიდან გამომდინარე, საინტერესო იქნება იქა შენი აზრით. ხო, ლაშამ რაც ელაპარაკა ყველაფერში ვეთანხმები, უბრალოდ რაღაც რამოდენიმე მომენტს მინდა გაუსვა ხაზი. ანუ ეს კონცეფცია დაცლილი არის ისეთი იქამდე ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ელემენტისგან, როგორც არის ორიენტირება ფასეულობები იყო საფუძველი, რაზეც მე ემყარებოდა აი ეს ალიანსები, მსოფლიოში გეოპოლიტიკური ალიანსები. ეხლა მაგაზე არის უარი ნათქვამი, ანუ პრაქტიკულად ამბობენ, რომ ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ქვეყანა დემოკრატიულია, არ არის თავარია ჩვენი ფინანსური და ეკონომიკური ბენეფიტებზე ამ შემთხვევაში ვერევით სამხედრო თვალსაზრისითაც და ამ შემთხვევაში ჩვენ აი ჩვენი სამხედრო ძლიერებით შევდივართ ასე ვთქვათ იმ თამაში. თუ ჩვენ ეს ეკონომიკური ინტერესი არ აგვაქვს, ჩვენ სხვანაირად იქ აი როგორც თავისუფლების სამყაროს ლიდერები აღარავთ. ეს არის ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იქ გამოსჭვივის, კი არა და პირდაპირ არის ნათქვამი. მეორე ერთი არის რომ იქ იყო ისეთი ელემენტები, მაგალითად ევროპას უცულებდნენ დემოკრატიას. აი მაგალითად ფრანგებს რო ჩაგრავენ ლეპენს, გერმანელებს რო AfD-ს ჩაგრავენ, იქ რა ქვია რუმინელებს რო რაღაცა პრორუსული პარტიის წინააღმდეგ რაღაცა რეპრესიული ისინი გააკეთებდნენ. ერთი განაცხადა ამას რომ ჩვენ დემოკრატია ჩვენ თორე. ხო, ანუ ეს იყო ერთგვარი, აი როგორ გითხრა, ყველაზე პრინციპში ეს იყო აი უფრო ღია და ესე სტრუქტურირებული ფორმულირება იმ ასე თქვათ ხედვის რაც ახალ ადმინისტრაციას გააჩნია და რომელიც პირველად პრინციპში გააჟღერა აი ოფიციალურად თებერვალში JD Vance-მა იმაზე რა ქვია მიუნხენის კონფერენციაზე. აი ეს თქვენს უბრალოდ უკვე დაწერილი ფორმით. ეხლა ლაშამ კარგის შემოგთავაზა ორგვარ წელში განვიხილოთ, ანუ პრაქტიკულ წელში და თეორიულ წელში. ხო, ანუ რას გულისხმობ პრობლემა რეალურად ეხა ეს კონცეფციები, როცა ესეთი 80 წელი რაღაც ერთ პოლიტიკას უატარებ, რაღაც ერთ მაშინ მიდიხარ კალაპოტში და მე რადიკალურად ცვლი ამას, ხო? როდესაც შენ 80 წელი აშენებ აი რაღაც სამართალს, საერთაშორისო სამართალზე და რაღაც წესებზე დამყარებულ, ასე ვთქვათ, წესრიგს და მე ერთბაშად ამას ცვლი რაღაც აი მონროს მასწავლ ვეთანხმები რომ დღეს ის არ არის, მაგრამ პრინციპში აი რაღაცა ისეთ სამყაროს აყალიბებს, სადაც არის აი გავლენათა სფეროები დიდ ბიძიებს შორის, რომლებიც სულ არ არის აუცილებელი რომ ეს დიდი ბიძიები იყოს, თავად მდიდრები და ძლიერები თუ არიან, მათ აქვთ რაღაცა აი ამ თავის სიძლიერიდან გამომდინარე საერთაშორისო ურთიერთობების ფეხებზე დაკიდებით რაღაცა თავისი გავლენის სფეროები, სადაც შეუძლიათ რაც უნდათ ისაკეთონ. აი მას ამბედრებს და როცა აი ესე რადიკალურად ცვლი ხედვას ხო, მაშინ ეს ჯერ მოდის სუპერპრაგმატულად ამის ხორცშესხმა რომ მოხდეს ამ სტრატეგიის გჭირდება ვადა. ხა ეს არ არის ერთი და ორი თვის ან თუნდაც ერთი და ორი წლის ამბავი რა. პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაცია უკვე ახლა წელი სრულდება 3 წელი და 1 თვე დარჩა. ხო 3 წელი და 1 თვეში შეუსრულდება ინაუგურაციიდან 1 წელი, ხო? 3 წელი და 1 თვე დარჩა. ეს და აშკარად არ არის ასეთი რადიკალური ცვლილების განსახორციელებლად საკმარისი. ანუ ჩვენ იმასაც უნდა შევხედოთ, აი ამ კონცეფცია კი დადეს და ხედვა დადეს, მაგრამ ამის იმპლემენტაცია რომ მოხდეს, ხო, მაშინ ეს ადმინისტრაცია და ასეთი ხედვა ამერიკამ უნდა შეინარჩუნოს ამ ტრამპის მეორე კადენციის შემდგომაც, ხო?
თუ არ შეინარჩუნებს ერთადერთი ეს რასაც გვაძლევს ეს მართლა შოკია ანუ აი როგორც ფაქტი უნდა ვაღიაროთ უკვე მართლა შოკია ევროპელებისთვის და მართლა უგიძგა ევროპელებს რომ უკვე მართლა დაფიქრდნენ არა ის რაღაც ჰიპოთეტურად არამედ აი რეალურად დაფიქრდნენ იმაზე რომ ჩვენ უნდა მიხედოთ ჩვენ თავს და ჩვენ უსაფრთხოებას ეს არის ერთგვარად აი ამ ცუდი მოვლენის რაც ამერიკას დაემართა და ამერიკასთან ერთად თვითონ ჩემი აზრით გვერდითი მოვლენა, ალბათ კარგი გვერდითი მოვლენა, იმიტომ რომ ხა გერმანიის გამოგვიძება რეალურ მოთამაშედ ქცევა და ზოგადად ევროკავშირის უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეს არის იმდენად პოზიტიური, რომ ხანდახან ფიქრობ კიდევაც, რომ აი ძალიან კარგი მოხდა ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ გამოაფრიზლეს ევროპა. ხა ევროპაში, უკრაინაში კერძოდ დაიწყო მეორე მსოფლიო ომის მერე ყველა სისხლისღვრელია 1200 რუსეთმა დაკარგა მარტო 1,5 მილიონი თორე ჯამში ხა უკრაინული ისინისგან მთლიანად ჩავდივით მსხვერპლს მილიონს აცდა ალბათ ბევრად და დაზავიდახე ხა ამხელა მსხვერპლია ამხელა მგრევა განაპირა ევროპაში მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს და მაინც არ იყო ეს საკმარისი რომ გამოფრიზლებულიყო ევროპული საზოგადოება ხო ჩვენ საერთაშორისო შემოსვლამდეც საუბრობდით ლაშასთან და იდახეს რომ გერმანიაში ბოლომდე ჯერ გამოფრიზლებულები არ არიან მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში აი ეს შოკები რაც ამერიკა თავისი ამ რაღაცა ძალიან უხეში და რაღაცნაირი თავხედული მოქმედებით აიძულა ევროპელები რომ მაინც მეტნაკლებად რაღაც ამ მიმართულებით დაეწყოთ ფიქრი იქაც ახლა გვესმის რომ ყველა ამ ქვეყნებში ინდივიდუალი რაღაცა შიდა რაღაცა პოლიტიკური დაპირისპირებები რაღაც არიან მათ შორის გააქტიურებულები პრორუსული ძალების და ბოლო იმას ებღაუჭებიან რომ რაღაცნაირად ესე იგი ის სტატუს კო აღადგინო როცა რუსეთთან რაღაცა ვაჭრობდნენ და ისა და არის აი ამის სუნცდელობები არის აი ბოლო ბრძოლები ახლა ამის გამო რაღაც გამინული აქტივობის გამო მაგის გამოძახილი არის ერთ-ერთიც მათ შორის იქაც გამოჩნდა რომ აი არიან ძალები მაგალითად ცნობილი ფიცო ორბანი და ასე შემდეგ რომლებიც იქ ლობირებენ ამ ინტერესებს მაგრამ ისმამდე მთლიანობაში მაინც ტენდენცია არის იქითკენ რომ 3 წელიწადში მე მგონი ევროპა ბევრად უფრო ასებოსული იქნება ფიზიკურადაც მოძიერებული იქნება თუ ამის დროს მისცემს რუსეთი თუ ამის დროს მისცემს რუსეთი აი მაგაზე ხა მინდა ბურჩები მაგრამ ამასობაში იმედი მაქვს რომ ამერიკაც დაუბრუნდება მის ნორმალურ მდგომარეობას იმიტომ რომ ამერიკა მართალია სხვა კონტინენტია, მაგრამ ცივილიზაციურად არის, აი ჩვენ რასაც ვეძახით დასავლეთ ევროპული ცივილიზაცია, ქრისტიანული, ყოველ შემთხვევაში მისი ეს თუნდაც ის ფორმა დემოკრატიული არის, აი ჯერ კიდე ძველბერძნული და რომაული და ამიდან მოყოლება ეს ტრადიცია გრძელდება და ერთი ის არის სიუცია ახლა როგორც მაგალითად ისრაელი რომელიც აგრეთვე სხვა რეგიონია მაგრამ ამ არ ვიცი მე იაპონია ან სამხრეთ ან რომელმაც მოახერხეს რაღაცა ფორმით აი ეს ლიბერალური დემოკრატიული ისინი შეექმნათ სადაც არჩევნებით და ხალხის ნებით წდება ვინ იქნება ხელმძღვანელი და არა დიქტატორების და ესა აი ამ თვალსაზრისით ეს არის ერთი დიდი ცივილიზაცია რომელიც ახლა იბრძვის და შიგნიდან გამოუჩნდა ესეთი დიდი რაღაცნაირი მოწინააღმდეგე რომელიც ნუ შეიძლება რაღაც ფორმით სასარგებლო გამოგდეს რომ გამოცადოს ეს სისტემა რამდენად სიცოცხლის უნარიანია რომ აი ქვეყანაში რომელიც რაღაცა ფლაგმანად ითვლებოდა დემოკრატიის რაღაცა აი ზონასწორობის და შეკავების და ასე ვთქვათ ის საფირწონეების სისტემის მაგალითად მოყავდა მათი სასამართლო სისტემა მათი პოლიტიკურისა უცებ აღმოჩნდა რომ ერთმა ვიღაცამ შეიძლება ამოაყიროს ყველაფერი ყიდავს ამენს და თავის ნებაზე ატაროს და თან აი წარმოუდგენელ სურათებს ხედავთ ხო როცა ესე კი რაღაცა ლამის ბიძინა ივანიშვილზე რო გულტანარი ბორდინგი ერთად მიმართავს ეს ადამიანი პრეზიდენტი ხარ ხო მიმართავს საძაგელს ეძახი რეპორტი ორ ჟურნალის საიტზე არანაირი ერთია მაგრამ როს ხედან და მისია ეს ქვეშემდომები რომლებიც აქამდე ქვეშემდომები კი არა მოქალაქეების მიერ დელეგირებული უფლებებით აღჭურვილი ხალხის წარმომადგენლები იყვნენ ადრე ყოველ შემთხვევაში ასე იყო დემოკრატიულ სისტემაში ისინი რაღაცა მიმართავენ რომ დიდი მადლობა რომ თქვენ გვიხსენით იმისგან რომ დღეწელს არ ყოფილა დიდი ქარიშხლები აი რაღაცა წარმოუდგენელ რაღაც დიპირამიდ სულწუნიან აი გეგონება რაღაცა ჩქუდობასა ან რაღაცა საფუძვლით მაგრამ რისი თქმა მინდა იცი საბოლოო ჯამში პრაქტიკული შედეგებით თუ იმშელეთ ხო ხა ეს მარაზმი წესით და რიგით ხა დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს ხო
ეს საქმე იმაშია რომ აი ამასობაში აშში მაქვს რომ ეს ძალიან ხანს გაგრძელდება და შესაბამისად ის რასაც იქ ამბობ რომ ეს ერთგვარი შოკი რაღაც მომენტალურია, მაგრამ ეს გადაივლის და როცა დაუბრუნდება ნორმალურ თავის ფუნქციონირებას ამერიკული დემოკრატია ეს ამ შოკებს ასე ვთქვათ ასე თუ ისე მოვერევით. აი მე შეშიმაკრო პირიქით ეს გრძელვადიანი პოლიტიკაა, შიდა პოლიტიკაში რაც ამერიკაში ხდება, აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური კულტურის, სხვა რეჟიმის, სხვა პოლიტიკური ღირებულებების დამკვიდრება ხდება ახლა ამერიკის პოლიტიკაში. იქნება კაცობრიობისთვის, რაც პირდაპირ აისახება საგარეო პოლიტიკას. მაგრამ აი ხალხეონები ერთ პოზიტივს მაინც ხედავთ, რომ თუ მოახერხა და ამ პირობებში მოახერხა ევროპა, მათ შორის არა მარტო ევროკავშირმა, იგივე პლუს ბრიტანეთი, კანადა, ვინც შეუერთდება, ვინც აი ზუსტად ამ ფასეულობებს შემოუერთდება და ამით გაერთიანდება, იქნება რაღაცა ისეთი ერთობა და ახალი კოალიციები შეიქმნას, რომელიც პირიქით უფრო მეტად სიცოცხლე ჩვენ ხო ევროპის ნაწილად ვართ. საბოლოო ჯამში ხა ევროატლანტიკურისკენ მივისწრაფოდით, მაგრამ პირველ რიგში ევროპაში. ხო და ეს კიდე ერთი ის არის, რომ ჩვენ ვართ აი ჩვენ ზუსტადაც რომ არა რაღაცა მართლა ეხა კეთილდღეობა შეიძლება იყოს საუდის არაბეთშიც, რა ვიცი, ისეთ ქვეყნებში, რომელიც არ არის დემოკრატიული, მაგრამ დიდარია და კარგად ცხოვრობენ, ხო? ჩვენ ხო მათ შორის, ასე ვთქვათ, მატერიალურ კეთილდღეობასთან ერთად მინდა ასე ვთქვათ, სულიერადაც და დემოკრატიულ საზოგადოებაში, თავისუფალ საზოგადოებაში ვიცხოვროთ, სადაც თავისუფალი სიტყვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ იქნება და რაღაც ანუ დავინახოთ პოზიტივი ამ იმაშიც, რომ ევროპა თავის თავზე მეტპასუხისმგებლობას იღებს. ეს იმდენად დიდი ის არის, მართლა მიძინებულები იყვნენ და ეხა ბევრი ეს საყვედური ამერიკის მხრიდან მართლა ეკუთვნით. სხვა საქმეა, რომ ეს საყვედურები არასწორი კუთხით არის. ეხა AfD-ს გამო კი არ უნდა გააკრიტიკო, იმის გამო უნდა გააკრიტიკო, რომ მართლა 2% რომ დაისახე მიზნად 15 წლის წინ და დღემდე არა და 5 უნდა კონდეს, იმიტომ რომ აღარ ყოფნის უკვე რა და მართლა ამერიკა ხა ჩინეთზე რო გადაერთოს აი სულთა ის თვალსაჩინო მაგაში ვერც გასაძრახს ხედავ და ვერც იმას ამ გასაგებია რომ იქ ტაივანის მიმართულე იქ საჭიროა რა იმ რეგიონშიც ისეთ რაღაცას ანუ სულთა ობიექტური მიზეზები არსებობს რომ სამხედრო რესურსები იქით გადაისროლოს მაგრამ ეს არ გადაისროს ეგ კიდე საკითხი თემა მაგაზე ხოლმე ახლა მაინტერესებს ციტა ლაშაში თუ ეს რაღაცა რომ თუ ევროპა ან სამზარეულოში ევროპა უნდა მოძლიებდეს ნაიამით ხო მიდგომით რადგანაც მათ შეხედულებებში აღქმებში გაჩნდა ეს შიში რომ რადგანაც ამერიკელებმა დაიწყეს ეგ ტომას მესი არის ასეთი კონგრესმენი რომელმაც არ დაარეგისტრირა კონგრესში ანუ მოექცია ამერიკა როგორ უნდა გავიდეს ნატოდან და რატომ უნდა გავიდეს ეს პოპულარულად ჩამოყალიბება ნუ გარდა ამისა იქ ტრამპის ხშირად ამბობდა JDOS მეუქმეს კონფერენციაზეც უთქვამს ესეთი მესიჯები იყო სადაც იკითხებოდა უკვე მათი ზრდები რომ შესაძლოა ისინი ფიქრობდნენ ნატოდან გასვლაზე ხო რაც არის წარმოუდგენელი მოცემულობა იმ მხრივ რომ 1945 წლის მერე ამერიკა იყო ევროპის უსაფრთხოების მთავარი ესე ვთქვათ ურდი და ფერიტეტი ხო და თუ ჩნდება რეალური შიშები და საფრთხეები რომ ამერიკა შეიძლება რაღაცა გლობალური კონფლიქტის მომენტში მთავარ მოწინააღმდეგესთან რომელიც დასავლეთ ცივილიზაციას დაუპირისპირდება განზე გადგება იქ ევროპელებს უკვე ლოგიკურია უჩნდებათ ის შიშები და საფრთხეები რომ მათ უკვე დაიწყონ განცალკევებით რაღაც ესეთი ალიანსის შექმნა რომელიც იქნება ქმედითი და იქნება ესე ვთქვათ საქმეზე ორიენტირებული ხო აქედან გამომდინარე ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ხდება სტატიები და არა მარტო სტატიები უშუალოდ დაზვერვის ხელმძღვანელი პირები სხვადასხვა წამყვანი ქვეყნების მხრიდან ევროპაში ამბობენ იმ საფრთხეზე რომ აი ამ მოცემულობით რომელიც ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის მიერ არის შექმნილი სავსებით შესაძლებელია რომ რუსეთი თავს დაესხა ბალტიის ქვეყნებს. ამას ამბობდა გერმანიის დაზვერვა, ორი დღის წინ გუშინ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურმა გენერალმა კირილ ბუდანოვმა ისწრაფა, რომ რუსეთი ბალტიის ქვეყნების ოკუპაციას გეგმავსო 2027 წლისთვის და შესაძლოა განიხილავდესო ასევე პოლონეთზეც არაკეტოს აღარო თავდასხმებსო. შენ როგორ ფიქრობ აი ასევე მინდა აი ამ კითხვას გავუერთიანო ის მნიშვნელოვანი და პოზიტიური მოვლენა, რომელიც მოხდა ასევე ორი დღის წინ, ეს ეხება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების და ზოგადად ბიუჯეტური დახმარების დამტკიცებას ევროპის მხრიდან. რაც
რუსეთისთვის იყო ერთგვარი იმედი, რომ თუ ეს დახმარება გადამტკიცდებოდა 90 მილიარდი ევრო სახით, მაშინ უკრაინას შეიძლებოდა იქ მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, ყევები დაეწყო, რაც აისახებოდა ნეგატიურად ასევე ფრონტზე. თუმცა ეს მნიშვნელოვანი საკითხი, ესე ვთქვათ, ჩახურულია, უკრაინა ომს აგრძელებს, არ ემუქრება მას, ესე ვთქვათ, არც შიდა ფინანსური კრიზისი, არც ფრონტზე რაღაცა მნიშვნელოვანი ნეგატიური ძვრები. აქედან გამომდინარე, შენ როგორ ვფიქრობ, აი ბუდანოვის ეს განცხადება, როდესაც რუსეთმა და პუტინმა იცის, რომ უკრაინას აქვს უკვე რესურსი, სამხედრო და მატერიალური, რომ ომი გააგრძელოს. და იმ ფონზე, როდესაც ეს ქვეყანა აგერ პოკროვსკთან ომს ერთი წელი და ვერ აიღო და ჯერ კიდევ ვერ აქვს აღებული და დასახული აქვს დონბასის აღება პროგრამა მინიმუმად იმისთვის, რომ ომში გამარჯვება გამოიწვიოს. შენ როგორ ვფიქრობ, ეს საფრთხე რამდენად რეალურია? რომ პირობითად ბალტიაში ესეთი რაღაცა ავანტურაზე წავიდეს რუსეთი და რამდენად ესე ვთქვათ ესე ბენეფიტური იქნება პუტინისთვის აი ესეთი ამხელა ავანტურაზე რაღაცა ნაბიჯების გადადგმა. ხო, იმისაც ამაზე რომ პასუხი გავცეთ რამოდენიმე კომპონენტი უნდა დავალოთ, ესე და სწრაფად დავანალიზოთ. ეხლა მე ბუდანოვი არ მაქვს ეს სათავე ინფორმაცია, მაგრამ აი ეს ერთგვარი სტრატეგიული ანალიზის მიდგომა საშუალებას გვაძლევს ჩვენ რომ კაფე დავინახოთ, საერთგენ მიდის მოვლენები და დაესმოთ რომ 6 თვის წინ რომ დაესაევა და მგონია რომ 2026 წელი იქნება ის წელი, როცა რუსეთი განახორციელებს, იმიტომ რომ ის ფანჯარა რაც არის გახსნილი აი ამ თავდასხმისთვის ევროპას და ნატოზე, ის ფანჯარა 2007 წლიდან დაიწყებს დახურვას, იმიტომ რომ უფრო ანუ ემზადება რა აი რასაც საუბრობთ ჩვენ ამერიკის ამ შოკ თერაპიიდან გამომდინარე იწყებს რა უფრო და უფრო მომზადება სამხედრო და უსაფრთხოების თვალსაზრისით, ბუნებრივია რუსეთს არ აწყობს ეს და შესაბამისად მაქსიმალურად სუსტ პოზიციაში სუსტ ოპტიმალურ დროს უნდა დაარტყას, როცა ევროპა ყველაზე სუსტი არის. და სუსტი ევროპა აი 2022-ში არის, იმიტომ რომ აი 2022-ში გადაიდგმება რეალურად ის ნაბიჯები, რომელიც გადაიარეს. კი ბატონო. ეხლა ზოგადად ჩვენ აქ რამდენიმე ერთ-ერთი ბუნებრივია ამერიკის მიდგომა ნატოსთან და ევროკავშირთან მიმართებაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აქ პრინციპულად მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ თვითონ ამერიკული მიდგომა საგარეო პოლიტიკის მიმართ არის თუ არა განპირობებული, აი იგავას თქვა ღირებულებითი მომენტიდან, ანუ რა ღირებულებითი სისტემა გაბატონებულია ახლა გადაწყვეტილი მის მიმღებებში, ხო ამერიკა მორალის გასწავლია დაცლილი არ ერთგვარი მტაცებლური პოლიტიკა არის, ახლა მტაცებლური მიდგომა არის, ან ჩვენ ვარ ძლიერები, ყველაზე ესეთი მინდა გავაკეთებთ ამას, მინდა ამას, ჩვენი მკითხავი არავინ არ არის, რაც რადიკალური გადახვევა არის, ან პრაქტიკულად მორალური თვალსაზრისით, არანაირი განსხვავება არ არსებობს ჩინეთს, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. თუ ასეთ დოგმებს მივიღებთ საგარეო პოლიტიკაში. მეორე არის ზოგადად რა ტიპის პოლიტიკურ სისტემას აშენებს ტრამპი და მისი ადმინისტრაცია. ეხლა თუ დავაკვირდებით რა ხალხი არის აყვანილი, ანუ ვინ არიან ძირითადად გამონაკლისები რა თქმა უნდა ყველგან არსებობენ, იმიტომ რომ ძველი ინსტიტუციონალური გადმონაშთები პიროვნებების სახით მაინც არიან. ხო, deep state, ხო, რასაც ეს deep state-ს ეძახიან, მაგრამ თუ ძირითადად ადამიანებს დავაკვირდებით და რა ტიპის პოლიტიკის გატარება ხდება, პარტიული პოლიტიკა კონგრესში და ასე შემდეგ, მივხვდებით რომ ძველი გაგების დემოკრატიული აი აღნიშნეთ რომ ხო ეს ინსტიტუტები დემოკრატიული ინსტიტუტები და ასე შემდეგ, ანუ ასეთი ტიპის პოლიტიკური რეჟიმის გაგრძელება სულაც არ შედის, ანუ ძველი ამერიკული დემოკრატიული ტიპის ასეთი დიდი უყურადღების დემოკრატიის არ შედისაც ჩვენ ტრამპის ინტერესებში ჩვენ ძალიან მარტივად დავინახეთ როგორ შეიძლება უმაღლესმა პოლიტიკურმა ფიგურებმა დაიწყონ ისეთივე ლექსიკით საუბარი, როგორც აი იქნება ახლა საქართველოს პოლიტიკური ისტაბლიშმენტი იქნება თუ რუსეთის. ხო, ანუ არანაირი განსხვავება პრაქტიკულად, ანუ საზრდოობა იყო. ახლა რეალურად როგორ მინისტრების დონეზე მყოფი ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი ავტორიტეტი და დამოუკიდებლობის ხარისხი ჰქონდა წინა ადმინისტრაციებისთვის და პრეზიდენტი იყო პირველი თანაბართა შორის, რეალურად ესეთი მდგომა, ხო, პრიმუს ინტერ პარესი. და ამ დროს ახლა ჩვენ ხედავთ რომ ტრამპი რამის მეფის და დიქტატორის დონემდე არის აყვანილი და ის ლექსიკა რაც გამოიყენება, ანუ აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელიც კი არის ამერიკული ტრადიციისთვის. ის რეჟიმი ჩვენ დავინახეთ რომ კონგრესმა ძალიან მალე, ასე ვთქვათ, როგორ გამოხატო ეს უარი თქვა თავისი
მაკონტროლებელი ფუნქციის შესრულებაზე და უამრავი განაცხადება რაც ტრამპმა მიიღო აღმასრულებელი ბრძანებებით, ხო, ამ რაოდენობით რაც მან გამოსცა, ხო. ის პრაქტიკულად ერთპიროვნულად მართავს ქვეყანას, მისვიდა პოლიტიკას, გარე პოლიტიკას, იქნება ეს ტარიფების შენობება, იქით პირობთ ჯარის რაოდენობის შემცირება, ხო, არავის პრაქტიკულად კონსულტაციაში არავისთან არ შედის და ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას, შეიყვანოს თუ არა ეროვნული გვარდია სადღაც იქით, ხო, როგორ გაზარდოს თუ არა შიდა იმიგრაციის მაკონტროლებელი ამ მოკლედ დანაყოფების, მოკლედ უამრავი საკითხი არის და ცალსახარი ინდიკაცია რომ ტრამპის ინტერესებში არ შედის, რასაც ვთქვი, დემოკრატიული სისტემის გამყარება, პირიქით ის მაქსიმალურად ცდილობს ამ ამერიკული აქამდე შემორჩენილი დემოკრატიული ინსტიტუტების გადაცემის. კი, ან და ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია, რომ ჯერ კიდევ ვსაუბრობთ ამ მაგას უკან დინარიან რეალურად, ხო? ამ და მაგას წარმომადგენლები, დაფინანსებლები და ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, აი ეს დოჟი რო იყო, ხო? ეს ილონ მასკის ეს სტრუქტურა, რომელიც თითქოს შექმნილი იყო იმისთვის, რომ ეფექტურობა გაეზარდა სახელმწიფო სამსახურების შემცირებინა და ასე შემდეგ, ჯერ რა მოხდა ზოგადად შოკის მომგვრელია, იმიტომ რომ ყველგან შედის ეს ორგანიზაცია, თან სრულად გამოუცდელი ახალგაზრდა წარმომადგენელი ბექგრაუნდის მქონე IT სპეციალისტების დაკომპლექტებული ჯგუფი შედის სახელმწიფო უწყებებში, სახელმწიფო დეპარტამენტი იქნება თუ ასე შემდეგ, იღებს სრულად ინფორმაციას საქმის ეს ინფორმაცია კაციშვილმა არ იცის და რეალურად ასაც უყურებთ რომ ძალიან მეკლე ხანში როცა ეს დოჟი თითქოს იმისთვის იყო შექმნილი რომ მაქსიმალურად შემცირებინა ეს არაეფექტური და ეს გაბერილი ბიუროკრატია და ასე შემდეგ ვიღებთ რომ ეს დოჟი წეს თვითონ არსებობას ხრება და კითხვა ჩდება ანუ რისთვის შეიქმნა რისთვის გაქრა და თუ ასე მარტივად შესაძლებელია ყველაზე დიდ დემოკრატიაში ესეთი წარმოუდგენელი შინაარსის ინსტიტუტი შექმნა, რომელიც ყველა სენსიტიურ სახელმწიფო უწყებაში შედის ინფორმაციას იღებს, აგროვებს და მერე მომკითხავი არ არის ამ სახელმწიფოში ეს ინფორმაცია საწავიდა რა ბედი ეწია. ანუ ძალიან მარტივად შეგვიძლია უკან დავატრიალოთ ეს პროცესები და დავასვათ რომ მაინც კარგად არ არის საქმე პოლიტიკური თვალსაზრისით ამერიკის ან მომავალზე როცა ვსაუბრობთ. ეს ერთი. თუ ჩაგმერა გაწყვეტა სარდაგავით ეს რასამოდი, მაგრამ USAID-ი აღაუქმეს რომელიც იყო ამერიკის რბილი ძალის თავარი კონტროლის რა თქმა უნდა. ანუ ამეთი პრაქტიკულად ჩინეთს მიცეს ჩინეთსაც თავისი ეს ერთი გზა ერთი რა ქვია და პრაქტიკულად იმას გაუხსნეს გზა. რატომ უპირისპირდებიან და ამ დროს მის ამ რბილ ძალას გაუხსნეს გზა, იმიტომ რომ თვითონ გამოვიდნენ რაღაცნაირად თვითდესტრუქცია მოახდინეს. აბსოლუტურად. და ეს როგორ არის ჩვენ ხო ყოველთვის ძალიან მარტივი არის რომ დემოკრატიებში განსაკუთრებით, მაგრამ ზოგადად საგარეო პოლიტიკა არის შიდა პოლიტიკის გაგრძელება გარე პერსპექტივაში, იმიტომ რომ სახელმწიფოს ინტერესების ფორმირება ხდება შიდა მოთამაშეების მიერ. ანუ ამათ შორის ურთიერთკავშირში მათ მიერ პოლიტიკური აქტორები იქნებიან თუ არაპოლიტიკური აქტორები, ფორმალური თუ არაფორმალური, მაგრამ აი ამ სახელმწიფოს ინტერესების ფორმირება რეალურად ხდება შიგნით და მე ამის ემანციპაცია ხდება, ამისი გატანა ხდება გარეთ და უკვე მე ამ სამხედრო ძალიდან ეკონომიკური ბერლეტებით ხდება საგარეო პოლიტიკის შემდგომ დაცვა, ინტერესების დაცვა საგარეო პოლიტიკის სახით. აი ამ კონტექსტიდან, როცა ჩვენ ვუყურებთ რა დამოკიდებულება შეიძლება ქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთი ევროპასთან მიმართებაში, ნატოსთან მიმართებაში და მე ეს როგორ აისახება რუსეთის მოქმედებებზე ევროპაზე თუ ნატოზე, ცალსახად შემიძლია თქვა რომ მე ველოდები რომ მინიმუმ ამერიკა საბოტაჟს დაიწყებს ნატოსი, ანუ ჩვეულებრივად საბოტაჟს დაიწყებს, რომ მაქსიმალურად დაჭედოს ინსტიტუციურად, იმიტომ რომ გეგმები რაც გოდში კითხვას ჩავამატებ. ხომ არ გგონია რომ ნატოს მეხუთე მუხლი, გარდა ბიუროკრატიული პროცედურებისა, ვერ გახდება ქმედითი ზუსტად ამერიკის საბოტაჟების გამო. ქრენშოგენოში თუ რაღაცა მეხუთე მუხლი ყოველთვის პრობლემატური. თავდასხმა მოხდება. მეხუთე მუხლი იყო ყოველთვის პრობლემატური, 55 და 59 წლიდან მოყოლებული, ყველას ჰქონდა პრობლემა მეხუთე მუხლთან, იმიტომ რომ პორტუგალიელი ჯარისკაცი არასოდეს არ იყო მზად რომ დაღუპულიყო დასავლეთ ბერლინისთვის და შემდგომ ეს ლოგიკა გაგრძელდა იგივენაირად რომ რამდენად ფრანგი
ჯარისკაცი მზადელს დაიღუპოს ბრავის ვარშავისთვის და ასე შემდეგ. მაგრამ აქ პრინციპული მომენტი რა არის, რომ ამერიკა ყოველთვის იყო ის ძირითადი გარანტი მეხუთე მუქლის უზრუნველყოფის და იყო როგორც ბირთვული გარანტიის გარანტორი, ხო, ერთი ასევე იყო კონვენციური შეკავების მთავარი გარანტორი, თორე ყველაზე დიდი კონტინენტი ყავდა განლაგებული ევროპაში პლუს ის სწავლებები, რაც უნდა იჭა, გიკითხები რა, ეხლა მნიშვნელოვანი არის. შენ როგორ ფიქრობ, მთავარი რაც ამ საფრთხეს რეალურს ხდის არის ის, რომ ამერიკა თავის ბირთვულ შემაკავებელ ორივეს მოხსნის, ორივეს არა, მოხსნის ერთია, მაგრამ კონვენციურით ეხლა სიმართლე ვთქვათ, თუნდაც მთელი ნატო მთელი თავის შემადგენლობით და დიდი პროცენტით არ ჩაერთოს. აი იგივე ის ბალტები, ეს ნორდიკები, გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი, აი ეს ქვეყნები კონვენციური ძალა საკმარისია, რომ რუსეთისთვის იცი მე გეთახმები, კონვენციური თვალსაზრისით, ბირთვულით არა, ბირთვულით მან აუცილებელია მინიმუმ ძალიან იქნება ნება რომ ეს შეიკრას პოლიცია მალე და კონვენციაში ძიანდება რაოდენობით. აი ეს მოვიდოთ. ერთი რომ ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს ზოგადად რომ ბირთვულ შეკავების ფუნქცია შეასრულებს, მგონია რომ საფრთხეს შეასრულებს და ინდიკაცია არის რომ ამერიკა ზოგადად ბირთვულზე უარს ამბობს და იტყვის რომ თქვენ მიხედეთ თქვენ ვეც ბირთვული ანგები ხართ ბეტანალები ხართ თუ ის ხართ მიხედეთ. მეორე ჩვენ გვესმის რომ რუსეთის უპირატესობა ევროპელებთან მიმართებაში არის ის რომ მოცემულ მომენტში მოცემული შესაძლებლობებით შეიძლება უპირატესი ასე ვთქვათ აკუმულირება მოახდინოს ქვედანაყოფების და აი იმ მომენტში კონდეს რაღაცა უპირატესობა და მოიპოვოს სამხედრო თვალსაზრისით რაღაცა წარმატება. ერთადერთი ძალა რომელსაც შეეძლო სწრაფი როგორ ვიტყვი სწრაფ რეჟიმში შეზღუდულ დროში საკმაოდ დიდი ბრძოლის უნარიანი full spectrum სასაძახიან ხო სრული სპექტრის საბრძოლო უნარებით შესაძლებლობებით ქვედანაყოფების გადმოსროლა პირობითად ავიღოთ ერთი თვის განმავლობაში აი Defenders რაც იყო პოლიციების პერიოდში ხო Defenders სწავლებები იყო ამერიკის შეერთებული შტატები და 90 წლებიდან მოყოლებული როცა მთლიანად გაანადგურეს ევროპელებმა თავისი შეერაგებული ძალები ერთადერთი ძალა რომელიც აი იმ 140,000 კონტინენტით რაც ევროპაში იყო განლაგებული და პლუს ამას მე კიდე იმატებოდა დაახლოებით იგივე სწრაფი ერთი თვის განმავლობაში 30-40,000 ხო ანუ ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატები ახლა ამერიკელები ამბობენ რომ ჩვენ ესეთი ბირთვულ გარანტიას აღარ მოგცემთ ნუ ყოველ შემთხვევაში ესე პირდაპირ არ ამბობენ მაგრამ ჩანს რომ ამაში შერყეულია ევროპელების რაღაც ის აღარ ჯერავთ ხო წნედა მეორე მხრივ პირდაპირ სტრატეგიის მეშვეობით ამბობენ რომ თქვენ მიხედეთ თქვენ თავს ჩვენ უნდა გავიდეთ ევროპიდან და ეს ევროპელი დედაქალაქები იღებენ უკვე შეტყობინებებს გეგმებს როგორც მცირდება ამერიკული დედაქალაქები მათ ტერიტორიაზე და ამავე დროს ევროპელები ჯერ კიდევ არ არიან მზად იმისთვის რომ ეხლა მარტივად რომ ავიღოთ ეხლა ერთი ორი კვირის წინ გამოქვეყნდა ეს შეფრატიაზე ვსაუბრობ მაგრამ ეს იმიტომ კი არა რომ ჩემი სტატია იქ ორი მომენტი არსებობს განხილული არის ევროკავშირის ინსტიტუციური უნარი მართავს ქვედანაყოფები ხო ბრიუსელში აქვს სამხედრო შტაბი და განხილულია რამდენად ეს შტაბი მას შეუძლია აიღოს თავის თავზე ამ ნატოს ევროპაში განლაგებული ნატოს ევროპელი ნატოელების ქვედანაყოფების მართვა თუ მოუწია მაგალითად იუგომის ჩანაცვლება რომელიც არის ნატოს სარდლობა და მართავს ამას ხო ანუ მარტივად რომ შევადაროთ იუგომში მუშაობს 5,000-ზე მეტი მოსამსახური რომელიც უზრუნველყოფს აი ამ სარდლობის ფუნქციონირებას ყველანაირი გამის იქ რა ვქვია ამ ბრიუსელში აი ამ ეგრეთ წოდებულ ევროკავშირის ინსტიტუცია მაინც არის მაგრამ ამ სარდლობაში ანუ ევროპის ძალების სარდლობაში დაახლოებით არის 200 ადამიანი ანუ ეხლა როგორ გინდა თქვენ შეადაროთ იქ 5,000 კაცი რომელიც მთლიანად უზარმაზარ სისტემას მართავს ნატოსი ევროპის ატომს ევროპის თეატრის და 200 კაცი რომელიც არის იქ ამ წარმოუდგენელია ამ ევროპული სარდლობით იუგომის ჩანაცვლება ან მაშინ იუგომი მთლიანად უნდა გადაბარგდეს ან უნდა შეიცვალოს ეს ტრაფარედი და უნდა თქვას რომ მოდი ახლა რანცაკ არის მთელი სიტყვა ესეც პრობლემატურია იმიტომ რომ ძირითადი აი რასაც ვთქვი სტრატეგიული კომუნიკაციები და ინერგიები რაც არის ძირითადად დამყარებული არის ამერიკულ ტექნოლოგიურ საფუძველზე ანუ ევროპელებს არ აქვს ეს ტექნოლოგია და ამიტომ ამბობ რომ როგორც მინიმუმ თუ ამ ტრამპის ადმინისტრაცია აი ესე ევროპას გაშილვას გავაგრძელებს როგორც მოწინააღმდეგეს არაერთხელ თქვიათ რომ პირდაპირ განაცხადეს რომ ევროპაში საერთოდ ჩვენი
ჩვენს დასაწყისად არის შექმნილი და ჩვენს დასაწყისად არის შექმნილი და აქ იქ ჰუსიტების წინააღმდეგ რო იყო ის ოპერაცია ჯეი დი ვენსი და ის ცნობილი სკანდალი როცა იყო WhatsApp-ით ერთმანეთს წერდნენ ჯეი დი ვენსი ამბობდა რომ ჩვენ კი ურთაობთ მაგრამ მოდი ევროპას გადავახტევინოთ თუმცა საერთოდ განიხილება ესენი ევროპას ჩემი გადმოსახედიდან ანუ აი ეს ჯგუფი არ განიხილება როგორც მოკავშირეებს მე ვფიქრობ რომ აი ეს რაღაც იდეალიური სურათი უნდა მოვიშოროთ ეს ათვალები რომ თითქოს ამერიკელები უყურებენ ევროპელებს როგორც აი რაღაცა ინერციით როგორც მოკავშირეებს მე ვფიქრობ რომ ეს მარტო ტრამპისტებშია ეს მე ვფიქრობ ეს არ არის ეს რეალობა გაცილებით ცუდია და გაცილებით ამიტომ არის რომ მე ვფიქრობ რომ გაცილებით რთულად ელაპარაკება ტრამპი ევროპელებს და გაცილებით მარტივად ელაპარაკება პუტინს და აი ამ გადმოსახედიდან როცა სტრატეგიულად ეს გარანტორი მორღვეულია ევროკავშირისთვის და მეორეს პრობლემას ძალიან კარგად ესმის რომ უკრაინის სტრატეგიული ზურგი ერთგვარია როგორც ანუ რეალურად ამ გამოფიტვის ომში რუსეთი აკეთებს სამხედრო ტექნოლოგიური ყველანაირი ხო წარმოადგენს ევროპა ამიტომ იმისათვის რომ წარმატებას მიაღწიოს უკრაინის ფრონტზე მან უნდა მოურღვიოს ზურგი როგორ მოარგოს ახლა ზურგს ხო არ გააგრძელებს და ძალიან ისინი მოცულები არ არიან ხვდებიან რომ ყველაზე ძლიერი კედელი რომელსაც აკეთებს რუსეთი არის ეს არის უკრაინის შეერებული ძალები ამ ტემპით თუ გააგრძელეს ეს იქნება უზარმაზარი დანაკარგი სტრატეგიული მიზანი არ იქნება მიღწეული და ამ დროს ევროპა მოახერხებს 2027 წელი იქნება თუ 2028 წელი ანუ ევროპის სტრატეგიული ამოცანაც ეხა რეალურად ის არის რომ მაქსიმალურად აიცილოს პირდაპირ დარტყმო რუსეთისგან მაქსიმალურად გადაამისამართოს ეს მისი ძირითადი ძალისხმევა დაახარჯინოს უკრაინაზე რამდენადაც სიმაგრეუნაღოს ეს მაგრამ ეს არ არის უბრალოდ ევროპა მაგრამ ის უნდა გვესმოდეს რომ რუსეთსაც ძალიან კარგად ესმის მთელი სტრატეგიული განლაგება და თუ მისი ანუ ჯაჭვი რომ ავაგოთ უკრაინის სტრატეგიული ზურგი ევროპაა და ევროპის სტრატეგიული ზურგი ამერიკის შეერთებული შტატები არის მოდი ჯერ მოვარკვევთ ამერიკის შეერთებული შტატები როგორც ევროპის ზურგი მე უკრაინის სტრატეგიულ ზურგს მოვარკვევთ ევროკავშირს და შესაბამისად ანუ ეს მორღვევა და დაშლა ევროკავშირის როგორც თვითონ პირდაპირ ამბობენ მორალურად პოლიტიკურად სამხედროდ და ეკონომიკურად ეს უზრუნველყოფს იმას რომ პრაქტიკულად ევროპა იქნება განცილებული იმიტომ რომ აი ის ნაკადები ის რაც ასაზრდოებს უკრაინას ამ წინააღმდეგობაში ის მოსყარი იქნება და ამის ზუსტად ეს არის აი ეს 2026-2027 არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი როგორც წარმოგიდგენია ბალტიაში შეჭრით უკრაინას მოერგოს სტრატეგიული ზურგი თუ ის პირობითად უკრაინის ლოგისტიკურ აპს ესე ვთქვათ არ ანადგურებს პირობითად რომელიც არის პოლონეთში. ნუ ეს ძალიან პირობითი შეკითხვაა, მაგრამ ნუ ესეც საინტერესო იქნება. ეს არის ცნობილი სტრატეგია ესკალაცია დეესკალაციისთვის, ხო? და აქ რუსეთი სარგებლობს აი უპირატესობით, რომ გარკვეულ მიმართულებებზე შეუძლია სამხედრო თვალსაზრისით გარკვეული უპირატესობები შექმნას. ოღონდ მე ამას ვუყურებ საბოლოო შემთხვევაში არ ვუყურებ რომ რუსეთს აქვს ამოცანა აი სტანდარტულად კონვენციურად შევიდეს დაიკავოს რიგა, დაიკავოს ტერიტორიები, შევიდეს პოლონეთში და ასე შემდეგ. არ არის ეს მისი მიზანი არის ევროკავშირის პოლიტიკური არა არის ევროკავშირის პოლიტიკური და სამხედრო ერთიანობის მოშლა. და როგორ მოახერხებს ახლა ამის მოშლას, ხო? ანუ დაპყრობით კი არა, ანუ რაც უფრო მეტი გააგრძელა, ასე ვთქვათ, სულ არა და ჩაი გაიჭედა ბალტიაში იქნება თუ პოლონეთში. შეტევა მოხდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ შეტევას მოყვება კიდევ ერთი ესკალაციური საფუძველი, ეს არის რომ თუ თქვენ გინდათ რომ ომი გაჩერდეს, აქ ჩვენ ევროკავშირის ტერიტორიაზე, ნატოს ტერიტორიაზე, თუ თქვენ არ გინდათ რომ ეს ომი გადაიზარდოს ვირტუალ დაპირისპირებაში, მაშინ დაგვიქით ახლა ჩემთან ერთად და ვისაუბროთ იმაზე, როგორ გადახართ უკრაინიდან. ამ შემთხვევაში შეიძლება მე თქვენ დაგიტოვოთ ბალტიისპირეთი, მაგრამ უკრაინას მიტოვებთ თქვენ. ესეთი დილემა ანუ უკვე სრული ფართომასშტაბიანი კონვენციური დაპირისპირების რუსეთთან შეიძლება რუსეთი გაყარა საერთოდ მაგრამ ეს გაყარა ბალტიისპირეთიდან ხო ანიშნავს რომ რუსეთი აჩერებს ბრძოლას რეალურად რუსული პოლიტიკური რეჟიმი ეს სიტუაციის უნარიანობა მხოლოდ იმაზე იქნება დამოკიდებული რაც შეიძლება ხანგრძლივად გაგრძელდეს ეს ომი ანუ პუტინის რეჟიმი ეხლა არსებითად დამოკიდებული არის იმაზე რომ ომი რაც შეიძლება დიდხანს უნდა გაგრძელდეს და რაც შეიძლება დიდი მასშტაბი უნდა მიიღოს და აი აქ და დავამთავრებ ბოდიში და აი აქ პრინციპულად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის რომ დილემის წინაშე დააყენონ ევროკავშირი ერთ კონსენსუსის საფუძველზე დაფუძნებული და დილემის წინაშე დააყენონ თქვენ ან თქვენ ჭდებით ჩემთან მოსალაპარაკებლად და უკრაინის
ან რეალურად ეს არის მისი მიზანი, რომ ბალტიას და პოლონეთს მე თქვენ გიტოვოთ და გააქვთ სამხედრო მოქმედებებს არ გადადის პირდაპირისპირებაში და ასე შემდეგ. აქ ვახსოვდეთ, რომ ბელორუსიაში არის განლაგებული ტაქტიკური ბირთვული შეერაგება, იქ არის ტრაგედია ეწევა. რა როლი აქვს ბელორუსის შეერაგებულ ძალებს აქაც, მაგრამ ის რომ დილების წინაშე დაყენება მოხდება ევროკავშირის იმისთვის, რომ ევროკავშირი წავიდეს კომპრომისზე და თქვას, რომ ოკეი, არ გვინდა ომი რუსეთთან, არ გვინდა 100,000 ევროპელი დაღუპული ამ ომში, ბოლომდ ამის საფასური იქნება უკრაინის ასე ვთქვათ, გაყოფა, მიცემა, დათმობა თუ ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ეს ვარიანტი უნდა განიხილებოდეს. პიკაშე როგორ ფიქრობ, აი ამ მოსაზრების ლაშას მიერ ჩამოყალიბებული და განვითარებული ამ მოსაზრების საპირისპირო შეხედულებით როგორ წარმოიდგენდი იმ მოცემულობას, აი პირობითად თუ რუსეთი გადადლებს აი ამ ავანტურისტულ ნაბიჯს და ის დაიწყებს პირობითად ევროპის შანტაჟს უკვე მოცემული რეალობით და მოხდება ბალტიაზე შეტევა, არ აღნიშნულთა ეს იქნება სახმელეთო ძალებით თუ რაღაცა საჰაერო იერიშებით, რა შეიძლება იყოს ევროპის რეაქცია და როგორ შეიძლება შემდგომ სიტუაცია განვითარდეს. რაც ეგეთი პრინციპი არსებობს, ანუ ჩვენ სწავლობს ხის შეცდომებზე, სულელი სწავლობს საკუთარ შეცდომებზე და ნუ იდიოტი ვერ სწავლობს საკუთარ შეცდომებზე. ეხლა ის რაც ხდება რუსეთთან, ევროპის რუსეთ დასავლეთის ურთიერთობებში, აი ერთ-ერთში გავს პირველი მეორე მსოფლიო ომის ამბებს, როდესაც პირველი მსოფლიო ომის შედეგებით გერმანია დარჩა ძალიან გაწმილებული, ძალიან შეურაცხყოფილი და უსამართლობის განცდა აღჭურდა. ამან წარმოშვა შიგნით ეს ნაციონალისტური ისინი და დაიწყო მილიტარიზაცია და წამოიწყო მეორე მსოფლიო ომი იმისთვის, რომ პირველი მსოფლიო ომის შედეგების აი არის იგივე რაც აი პუტინმა თქვა, რომ ცივი ომის დასრულების ცივი ომში რომ წავაგეთო და საბჭოთა კავშირი დაიშალაო, ჯერ ის ვარშავის პაქტი ხო დაიშალა, მე საბჭოთა კავშირი ეს იყო ყველაზე დიდი ტრაგედია, ჩათვალე რომ ჰიტლერია რა. მე ეს ჩეხეთი, ანშლუმის, ავსტრიის ანშლუმის, ან ზუსტად იგივე მეორდება, რომ აი ცოტა დამითმეთ და გავშვენდები მეტი აღარ გიბანო. მაგრამ მაგას იძახდა 2022 წელი, ხა 2028 საერთოდ არ ვახსენებ, რასახსენებელი ვარ ჩვენ ამ ხელა მასშტაბებზე 2022 წელს ბოლო თვეები მიდიოდა ეშელონები ჯარის გადასროლა უკრაინისკენ და იძახდა არა წვები წინა დღეს დაწოლს და ეროვნულ ხო 2022 და დასავლეთის ის ფრანგის ვატარდა მაგისტვის არანაირი სარამა პროშევიჩაო და ნუ ესეთი ღია თავხედური ტყუილში ამ თავი მასაკა ხო გაამშრომლა ეხლა რომ კიდე მაგაზე დათანხმდნენ რომ იცი რა თუ ბალტიისპირეთში მით უმეტეს ანუ ნატოს წევრი ქვეყანას დაესხას თუნდაც მე თქვას რომ დაიწყოს შანტაჟი რომ აი მომელაპარაკეთ და ანუ ვიღარ მას უკვე ესეთ პარტნიორად რომელიც დობა შეიძლება ეხლა მე რამდენჯერ უნდა მოატყოს მართლა უკვე მაშინ გამოდის რომ იდიოტები ყოფილან დასავლეთში რა უნდა არა რომ ეხლა არა მე არ გონია რომ იდიოტები არიან იმიტომ რომ მაშინ ამ ხელა ცივილიზაციას და ასეთ დაალაგებულ მათ იცი რა მესმის მათი მხრიდან განმოსახედიდან დაუშვათ აი ბიურგერის თვალით დანახული ეს ომი უკრაინა ხო იქ ხედავს რომ რა ქვია რაღაცა პაპროს მართლა წელიწად ნახევარია იღებს რაღაცა 5 კილომეტრი თუნდაც წინ წაიწიოს და ამას უბრალოდ ამბებს სანამ მაგ ჩემამდე ბოვა ხო გავად საუკუნე და მე ამ შვიდათა ვარ და ამიტომ ეს ჩემი არ მინდა ამისთვის ზედმეტად თავი შევიწუხო ну ძალიან ისეთი რიგითი ცოტა ისეთ ფასეულობებსგან დაცლი უბრალოდ ისეთი მოფიქრალ გერმანულზე ვამბობ მაგრამ ეხლა ის თუ ბალტიისპირეთში შეიჭრა და პოლონეთს მიადგა ცოტა სხვა რაღაც მე მგონია რომ აი არ ვიცი ეხლა მაგალითად იგივე დრონების თემა რო გასდა ბოლო რითვია რაღაც სავარაუდოდ რუსული დრონები სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა აეროპორტებთან სხვადასხვა სალარეკილებებთან გადაწყობს რუსული ხო რაღაც ნუ ყოველ შემთხვევაში ვერცერთხელ ხელზე ვერ დაიჭირეს რამოდენიმეჯერ რაღაც ტანკერთან ახლოს იყო საიდანაც სავარაუდოდ რუსებმა გაუშვეს სავარაუდოდ კი არა გაუშვეს მაგრამ მაგალითად იგივე იმაში რა ქვია
ცენტრალურ გერმანიაში და აღმოაჩინეს, ხო, და სამხრეთ გერმანიაში, სადაც გემებიდან იქ ის პატარა კვადროკოპტერები ვერ მივიდოდნენ. ანუ რაღაცეები ხდება და ამაზე რეაქცია მე მგონია რომ ჯამთელი საზოგადოების ჯამთელი ადამიანის რეაქცია ის უნდა იყოს რომ პირიქით გაერთიანდეს და მიხვდეს საფრთხეს დაინახოს რეალურად. თუ ეხა ამაზე ის იქნება რომ დავშინდეთ და მოდი დავუთმოთ, მოდი უკრაინას ნუ ღარ დავეხმარებით, ეს არის იგივეს ჩემბერლენის შეცდომის გამეორება, ხო? მოდი რა ესეთ შეკითხვა დავსვათ. დაყავებით იფიქრონ რომ დააშოშმინებენ იმას პირიქით მეტი სტიმული მიეცემა ახლა მილიონი ადამიანი და იმ შემთხვევაში თუ დაიწყება ვირტუალური შანტაჟი. რომელიც ალბათ საწყის ეტაპზე საჯარო არ იქნება, უფრო კულუარებში მიმდინარეობს ხოლმე ეს ამ თემების გაფრთხილება და ამაზე ითქვა კიდეც 2022 წლის ხერსონის ოპერაციასაც შედგა იქ ერთ-ერთი უნიშნულოვანეს მოთხოვნა რუსების მხრიდან ემგება რომ ის თავი დაჯგუფება უნდა შენარჩუნებულიყო რა წინავე შემთხვევაში კი ვირტუალური არ არის განაყენებით იმუქრებოდა და ეს მესიჯი შემდგომ როგორც გაიყვა მაგ მინიმუმ გადასცა ზაუჩნის. ნუ ეს არ ვიცით რამდენად სარწმუნოა, თუმცა რამდენიმე წყაროს ამ შესახებ ვიტყვამს. იმ შემთხვევაში თუ პირობითად ვირტუალურ შანტაჟზე დაიწყებს ესე ვთქვათ რაღაცა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, ხო ვიცით. ევროპის მიმართ და მოხდება იქ არ ვიცი შეჭრა იქნება თუ საჰაერო იერიშები. ამ შემთხვევაში ევროპის მხრიდან მთავარი პრობლემა რა არის? პასუხის ავერგაცემის. ანუ რა შეიძლება შეაფერხოს და აყოლოს და შეაშინოს ევროპა, იმიტომ რომ თუ ნატოს თავს ესხმის და არ ხდება რეაგირება, ეს იმ დღესვე ნატოს აუქმებს. ცემულობის დონეს. იცი რა, აი იქ რასაც ამბობდა, ეს არის ძალიან საღი ისტორიული ცოდნით გამყარებული დასკვნა, ხო, როდემდე შეიძლება თავი მოითხოვო, ერთ-იგივე შეცდომა გააკეთო და ვერ გაიგო რომ როცა ნიანს პატარა ხორცის ნაჭერს აძლევ, ის არ დაკმაყოფილდება და შეიძლება იმ ხორცის ნაჭერთან ერთად ხელიც მოგაჭარბოს, ხო? მაგრამ სამწუხაროდ პოლიტიკური ელიტები იცვლებიან, პოლიტიკური თავები იცვლებიან და კაცობრიობას ის ახასიათებს რომ ერთ-იგივე შეცდომას ჩადის მუდამ და მუდამ. ეხლა ამის გარდა ჩვენ უნდა რაღაცაერად შევეცადოთ რომ საღი და რაციონალური პრიზმიდან კი არ შევხედოთ ეს და შევეცადოთ დავინახოთ აი კრემლიდან როგორ უყურებენ ამას. ხო, ან მათი სარგებელი რა იქნება, როგორ უყურებენ დანაკარგებს და მოგებას აი ამ სხვადასხვა სცენარიდან და როგორ ახასებენ ამას. ეხლა ამ რა თქმა უნდა ბოლომდე მაინც ვერ ჩავხვდებით, ვერ ჩავიხედებით იმათ თავებში, მაგრამ რაღაცები შეგვიძლია ჩვენ ახლა გამოვძერწოთ, რაღაცები გამოვადოთ იმათ ხედობიდან და დავინახოთ რომ მაგალითად მათ მიაჩნიათ რომ ევროპელები სუსტები არიან. აი წმინდა მორალური თვალს საზოგადოება ეჭვები უწოდა პუტინმა საფრთხეს. ამაში ტერმინოლოგიაში თუ როგორ დამოკიდე, ანუ ესენი არიან სუსტები, ესენი არ არიან ომისთვის შექმნილები, აგერ რუსული საზოგადოება მორჩილად მილიონნახევარი იყოს უკვე დაკარგული, ხო, რეალურად და ხმას არიღებენ ჩვეულებრივად ომი მიდის, მიუხედავად ამ უდიდეს დანაკარგებისა და ევროპელები პირობები ხა მაგალითისთვის ახლა ავღანეთში ვიღაცა ვაფეთქდებოდა მისიის დროს, თუ სწორად მახსოვს ჰოლანდიელები იყვნენ, ერთი შეტაკება მოუვიდათ თალიბებთან, რამოდენიმე ჯარისკაცი დაიღუპათ და ერთ თვეში აილაგდნენ და წავიდნენ. ანუ დასავლური საზოგადოებების მგრძნობელობა დანაკარგების მიმართ გაცილებით მაღალია, დისპროპორციულად მაღალი არის ვიდრე რუსული და აღმოსავლეთ ევროპული საზოგადოებების. მათი საზოგადოება არ განიხილავს ომს, არ არის პატრიოტული, ამათი გადმოსახედი. პაციფისტები არიან, ხშირ შემთხვევაში თვით დამაზიანებლები არიან, ის დამოკიდებულება რაც გააჩნიათ საკუთარი ქვეყნების მიმართ დამაზიანებელი არ არიან შეკრულები, არ აქვს პატრიოტული შეგრძნება. გამოკითხებს თუ ნახავთ 80% როგორც წესი არ მიიჩნევს რომ უნდა იქნას დაცული მარწავა დასაცავად ქვეყნის, შეიძლება რაღაც მომენტში ეს გაიზარდოს, პირველ 30% გახდეს, მაგრამ სტაბილურად ამ იმაში არის. უყურებენ რომ პოლიტიკური ელიტები ძალიან დაქუცმაცებულები არიან, არ არიან შეთანხმებულები, მაგალითად არ არიან შეთანხმებულები რა უნდა გააკეთონ თუ რუსეთი დაესხმევა ევროპას. ეს მითქმა არ განიხილება რეალურად. ხო, რა უნდა კი რაღაც შეიძლება დებატებში, მედია დებატებში მიდის, მაგრამ როგორც ასეთი პარტიებს არ აქვს ჩამოყალიბებული კაფე პოზიცია. თავი რომ დავანებოთ რომ უამრავი პარტია არის, ძალიან დიდი გავლენის, რომელიც პროუსულად არის. ხო, და რომლის ძირითადი ფუნქცია არის შიდა პოლიტიკური საბოტაჟი და დივერსია რეალურად. მათ შორის საინფორმაციო თვალსაზრისით მაქსიმალურად ბილი ძალა ეს არის. აქვე საუბარია იმაზე, რომ ზოგადად ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილებები ძალიან
ძნელად მიიღება კონსენსუსის საფუძვლზე ბიუროკრატია არის დიდ ხანს გრძელდება აქაც ტროას ცხენებივით განლაგებულები არიან ეს უნგრეთი სლოვაკეთი და აგ ბულგარეთშიც ჩეხეთის დაემატა და უყურებენ ახლა რეალურად აქაც არსებობს კიდევ ერთხელ ეს პრობლემა მეხუთე მუხთან დაკავშირებით იმიტომ რომ ევროკავშირშიც ნატოს თავმჯდომარებით ევროკავშირშიც მაინც და მაინც ახლა პორტუგალიელი, ფრანგი, ბრიტანელი თუ ბერძენი, ეხლა რო კითხოთ რომ ზაფხულში 300,000 ბერძენი გაქრეს ამაში რუსეთთან დაპირისპირებაში, რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ აიღებს ამ დღევანდელ პერიოდში, ვერც ერთი პოლიტიკური პარტია თუ მთავრობა ვერ აიღებს მის პასუხისმგებლობას, რომ თქვას რომ კი რუსეთი დაგესმება ევროკავშირს, ჩვენი ჯარი მთლიანად უნდა წავიდეს და აქ თურქეთი არის აგერ, ხო? პირველ საბერძნეთს ვიყენებ ახლა ამ შემთხვევაში. და ამ გადმოსახედიდან ხო ანუ სხვადასხვა ესეთი არის მორალური, სოციალური, საინფორმაციო ასპექტი, პოლიტიკური ინსტიტუციების ბიუროკრატიული ნელი რეაგირება, დაპირისპირებაში და პოლიტიკური და ასე შემდეგ, ფსიქოლოგიური არამდგრადობა და ასე შემდეგ და აი ამ სიტუაციაში ხა ეს კრემლში უყურებენ ამას ხო? უყურებენ რასაც ვსაუბრობდით რომ ნელ-ნელა რაღაც რა ქვია მიხტიალებს ეს მექანიზმი ევროპული, მაგრამ ნელ-ნელა ცოტა იგვიძებენ, თითქოს რაღაცა გამოყვეს სახსრები გადაიარაღებისთვის ჯარს თითქოს ზდიან, საკუთაო გაწევაც შემოდის თანობით გერმანიაში და ასე შემდეგ და ეხლა ფიქრობენ რომ აი ხა ჩვენ რა გვაქვს რა ალტერნატივა გვაქვს ეხლა ამ სიტუაციაში დაველოდოთ სანამ ეს ევროპული ლოკომოტივი დაიძრება და ადრე თუ გენ გაცლებთ უფრო ძლიერები დაგვხვდებიან 2-3-5 წლის შემდეგ 2030 წელზე იყო საუბარი ევროპელები როგორც ამბობენ, ხო, ეს 150 მილიარდი რომელიც გამოყვეს ეს ევროპული, ხო, ეს და თავისთვის მონიშნეს რომ 2030 წლისთვისო. მაგრამ ყველასთვის ნათელია რომ არ მისცემს საშუალებას 2030 წლისთვის რომ რაღაც მკაფიოდ ეფექტური ევროპული თავდაცვის სისტემა ჩამოყალიბდეს. ამიტომ აი ამ გადმოსახედიდან, ხო, რუსები უყურებენ და ფიქრობენ რომ რა თქმა უნდა იმ გლობალური ფაქტორების გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით რომ ჩინეთი არის რუსეთის ზურგი, აი როგორც ევროპა არის უკრაინა. რამდენად არის რეალურად ჩინეთის ზურგი, კი სტატიები იწერება ამ შესახებ, მაგრამ რამდენად არის ეს? მთლიანად რუსული ეკონომიკა მთლიანად არის დაფუძნებული არის და რო აღარ დავკარგავ ხო, სექტორული დამოკიდებულება რო აღარ განვიხილოთ, ეხლა რეალურად ჩვენ ერთ-ერთ კვლევას ვასრულებთ მაგას და მე თუ დრო გვექნება შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ ფაქტი არის იმაზე, რომ ჩინეთი ასუდგმულებს რუსეთის ეკონომიკას და ამავე დროს ეს სტრატეგიული წვლილი რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთისთვის არის აი ამ სიტუაციაში მართალი ერთმანეთი მაინც არ ეპიტნავებათ ორივეს, მაგრამ ამ სტრატეგიული გადმოსახედიდან ფასდაუდებელ შრომას ასრულებს რუსეთი ჩინეთისთვის, იმიტომ რომ ახორციელებს დასავლეთიდან გახირებას დასუსტებას ევროპელების მიზიდვას ევროპულ კონტინენტზე და ჩინელებისგან ასე ვთქვათ მოშორებით და ტოვებს პრაქტიკულად ამერიკას მარტო აი ამ წყნარი ჩინეთის მიმართულებით და პლუს იმ პოლიტიკით რასაც რუსეთი ახორციელებს აი ამ ევროკავშირის და ამერიკის ალიანსის შესასუსტებლად ხო ამით ავტომატურად სუსტება იაპონია სამხრეთ კორეის და იმ წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების კავშირის შეერთებულ შტატებთან. ტაივანთან დაკავშირებით ჯერ ტრამპი და სი ძინპინმა ისაუბრეს დაახლოებით 3 კვირის წინ, რომლის შემდეგაც ეგრევე სტატიები გავრცელდა, რომ სი ძინპინმა უთხრა ტრამპს, რომ ტაივანი არისო ჩვენი განუყოფელი ნაწილი და განვიხილავთო მომავალშიო ჩვენთან ინტეგრაციასო აქტიურად და ამის შემდეგ ტაკაიჩიმ მის იაპონიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ტაივანი ჩვენთვისო ეროვნული საფრთხეების საკითხია და თუ იქ რაღაც ჩინეთს შეჩამოგდება, ჩვენ სამხედრო პასუხს გავცემთ და ამაზე ძალიან აგრესიული პასუხი გასცეს ჩინელებმა. და სანაცვლოდ არანაირი ფრაგმენტური განცხადება არ ყოფილა ამერიკის ადმინისტრაციისგან, რასაც ტოკიო დღემდე ითხოვს, რომ აი რამე შემოგვაშოლეთ ფრაგმენტური და ერთული არ არის თემა წამოვიდა, კი, ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ პირდაპირ პროპორციულად ის უთანხმოება, რაც ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ალიანსში ჩნდება და ვითარდება, პირდაპირ პროპორციულად ის აისახება ურთიერთობებში იაპონიას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კორეას და ასე შემდეგ. ანუ ახალი კონცეფციით გამოდის, რომ ამერიკა ამბობს, რომ მთელი ყურადღება განაგრძობს
წყნარი ოკეანის აუზზე, მაგრამ გამოდის რომ მთავარი მოკავშირეები იქაც. აი წარმოიდგინეთ ახლა აი ტოკიოში ან სეულში ან თუნდაც მანილაში ახლა სადმე ზის პოლიტიკური პასუხისმგებლობით აღჭურვილი პრემიერ-მინისტრი და ფიქრობს რომ აი 45 წლის შემდეგ ხო არ ვიცი მეორე მსოფლიო ომი დასრულდა და მე ყველაზე ძირითადი ალიანსი რომელიც შეიქმნა სადაც ყველაზე კულტურულად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად ახლო ქვეყნები იყვნენ ერთმანეთთან ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები და აი ამ ფუძემდებლურ ალიანსზე ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს უას, პრაქტიკულად წიხლს კრავს და ეუბნება რომ აი ამ კოლექტიურ ალიანსში არა ვარ დაინტერესებული ბუნებრივად შეიძლება ისკითხოს რომ რაში ვიქნები მე დაზღვეული აი ამ გიგანტთან ჩინეთთან დაპირისპირებაში ხო რომელიც რუსეთთან მიმართებაში გაცილებით უფრო დიდი პოტენციალის მქონეა როგორც სამხედრო ესეთი აი რანაირად მაქვს გარანტია რომ ამერიკის შეერთებული შტატები მსგავს სიტუაციაში მეც არ გამხედის როცა იქ ამდენი კოლექტიური ასე ვთქვათ ჯგუფი ევროპელების ხო გადაარდა პირობითად ეს და ან მე მაშ და ბუნებრივია ეს ავტომატურად იწვევს უკვე დამატებით ფიქრს პირველ რიგში რა თქმა უნდა იაპონიაში ეს არის რადიკალური გადახედვა სამხედრო აღშენებულს ან ზრდა კონსტიტუციური ძალიან დიდი თანხებია გამოყოფილი და კონსტიტუციური ჩართვების მოხსნა რომ უკვე არანაირი არის ხო შეტევი არ არის და ბირთვული თემა რა თქმა უნდა იგივე ხება კორეას საერთაშორისო კორეას დიდად დამნაშავე არის რაც ხდება სამხრეთ კორეა რაც ხდებოდა კორეის ნახევარკუნძულზე აქამდე და ბუნებრივია ეს ძალიან ცუდად დაუბრუნდება ახლა მას ამ სიტუაციაში მაგრამ იგივე კითხვები ჩნდება სეულში ანუ კი განლაგებულია ამ ჩემ ტერიტორიაზე ამერიკელები მაგრამ თუ გავიხსენებთ მაგალითად ტრამპის პირველ პრეზიდენტობას გახსოვთ ანგარიში დაუდგა ხო იმას რომ თქვენ გადასახდელები გაქვთ იაპონელებსაც და კორეელებს 2 მილიარდი ახლა დაივატებელი ხო გადახდა ხო გადასახდელი დაწვისანას. ეს ყველაფერი ან ჩემთვის ეს არის კიდევ ერთხელ ეს პლუს ის იმ პოლიტიკური რეჟიმის ბუნება, რასაც ტრამპი აშენებს შიგნით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხო? ეს ყველაფერი ჩემთვის არის რაღაც ერთობლიობაში ძალიან ბევრი, ნამდვილად ბევრი ინდიკატორი იყრის თავს ერთობლიობაში რომელიც საკმაოდ საფუძველს გვაძლევს თქვა რომ რუსეთი ამ ისტორიულ მომენტს თავისი გადმოსახედიდან ხო ის ასე არ დატოვებს რომ გაქრეს ეს ისტორიული მომენტი და ეს შესაძლებლობების ფანჯარა და აი 2026 მე ვფიქრობ მაინც 2026 მაგრამ შეიძლება პირველი ნახევარი 2027-ის ეს იქნება ის პერიოდი როცა რუსეთი აუცილებლად შეუტევს ევროპას ნატოს და ამავე დროს ფიქრობ სწორედ ეს მომენტი იქნება გამოყენებული ჩინეთის მიერ რომ როგორც ევროპას არ უნდა მიეცეს საშუალება გაძლიერების, ისე ტაივანს და ამერიკელებს და მათ შორის იაპონიას და დანარჩენ ქვეყნებს არ უნდა მიეცეს საშუალება რომ დამატებითი რაღაცა ესეთი ბერკეტების შექმნა უსაფრთხოების ტაივანის და შესაბამისად ჩინეთმა ესეც უნდა გამოიყენოს აი ამ პერიოდისთვის და ეს ორმაგი დარტყმა დასავლეთის წინააღმდეგ ერთი რუსეთის და მეორე ჩინეთის თუ წარმატებული იქნება, რა თქმა უნდა და თუ ამერიკა უარს იტყვის როგორც იქ, ასევე აქ ტაივანზე, პრაქტიკულად, მათი გადმოსახედიდან ეს ისე რომ გარანტირებულად დასავლური დომინაცია მომსპარია გლობალური მასშტაბში. რუსეთის შესაძლოა ამ თავდასხმას ევროპაზე, ხო, ანუ იმ ნაწილზე ევროპის, რომელიც ახლა არ არის ჩართული ომში. მე ორ პრობლემას ვხედავ რუსეთისთვის. ერთი ის, რომ ამით საბოლოოდ გადაიჭრის გზას აი 2008 წლის მერე რაც ნახდა, როცა ჩვენთან აგრესია განახორციელდა, მერე ეს გადატვირთვა ესეთი მოახდინა, ხო, დასავლეთთან. არ არის ის ინტერესი გადაარჩა. ხო და უკვე არა, მაშინ იცი რა, უნდა დაივიწყოს ეს ჩრდილოეთ ნაკადი ერთი, ორი გაზი, ისე გაყიდვა. დაღენული აქცია უნდა დაივიწყოს. რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებიც უნდა დაივიწყოს. რაც იცი რა არის, ეს ნიშნავს, რომ ჩვეულებრივად ჩინეთის პროვინცია გახდეს მაშინ და იცი და მე ასე არ უყურებ. ან წარმოიდგინეთ თუ რუსეთს გაუვიდა ეს ყველაფერი. ანუ აქ იმაზეა გემბლინგი არის ხო რეალურად. გავიდა, მაგრამ ამას მაშინ ისეთი რკინის ფარდა ჩამოეშვება, რომ რეალურად როგორც ციონის დროს იყო, ანუ ორი სულიად გამიჭრილი საზოგადოება იქნება და საზღვრების ჩაკეტილი დიდი ისინი კედლები და ისინი აშენებული, რა ქვია, გარშემო. აი წარმოიდგინეთ, თუ რუსეთმა მიაღწია ევროპის პოლიტიკურ დაშლას. ანუ ვიღაცები მithოვდნენ დაცვას ევროპის. ხო, მაგრამ მაშინ იდგა შუა ბერლინში. არა, ეხლა დადგება სადღაც ყრანინში. კი ბატონო. ანუ მაგ ლოგიკას მოვყვებით. აქ მთავარი არის ერთი
ჩვენ ვიცით რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამბობს რომ მისი მიზანი არის რუსეთთან ჩვეულებრივი ურთიერთობების აღდგენა, ანუ პარტნიორობის აღდგენა და მათ შორის არ გამორიცხავენ კი არა მიდის პირდაპირ ჩვეულებრივად საინვესტიციო პროექტების განშტოება. გუშინ განაცხადა. ტრამპ აქტიკაში დაიწყო. კი. მეტი არც არაფერი. ტრამპზე, ევროპის უთანხმოებაზე და მისი იმედი არის, რომ აი ეს გემბლინგი, სტრატეგიული გემბლინგი რაც არის, სხვათაშორის ერთ-ერთი მისგან მოვისმენთ ექსპერტისგან და მიმაჩიალეს სწორი არის, ის მაქსიმალურად ზაბავს, მაქსიმალურად რადიკალურ გზაზე მიყვება იმისთვის, რომ რუსეთს მოუსპოს მომავალში ურთიერთობების აღდგენა ევროპის. რეალისტური აი მე ჩემს უბრალოდ იმას გეტყვი, ჩემ რა უფრო რეალისტურად მიჩვენეთ თუ დომინანტი გამოვიდა იქ. თუ უკრაინაში დაპაუზდება, ანუ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმში შევა, იქ ომი არ შეწყდება, რა თქმა უნდა, სანამ მთლიანად უკრაინას წარმოინელებს, ისე არ გაჩერდება, ან თვითონ დამარცხდება და დაინგრევა, ან უკრაინას გავა რა, ეხლა მოვამდე თუ არა, ყოველ შემთხვევაში რეჟიმ ჩეინჯს მიაღწევს და დაუშვათ რაღაც დიდ ნაწილს, გაცილებით დიდ ნაწილს ნოვოროსიას და იმას მთლიანად აიღებს. მე ვიძახი ცუდ ვარიანტში რა. ისე არ გაჩერდება, ანუ განაახლებს ომს, ეხლა რომ შეწყდეს რაღაცა შეთანხმება, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, აი მე მაგალითად ევროპაზე თავდასხმა აქვს, ჩვენც ევროპის ნაწილი ვართ, მაგრამ ნუ სრული აი ამ ჯაჭვში, მის გარშემო, საუბრების გარშემო ყველასთან რაღაც ტერიტორიული პრობლემები აქვს, რაღაც პოლიტიკური პრობლემები აქვს, ჩვენ ვართ ყველაზე დაუცველები და სუსტები. საქართველოს კი, მაგრამ საქართველოს არ აგვარებს რუსეთის სტრატეგიულ დილემას. საქართველოს არის აი როგორც შვეიცარია იყო დილემას არ აგვარებს მესამეის რეჟიმის იმას აგვარებს გარკვეულწილად შეიძლება შემარბილებელი იყო რა მე არ გეთა მარცხის გემო რო დარჩება ტკეში რომ მილიონი ადამიანი გავყარდა და აი როგორ ვთქვა და შეუდარებელი სიმძიმის და შეუდარებელი სიმძიმის ბენეფიტის მომტანი არის გამარჯვება ევროპაზე და გამარჯვება საქართველოს ხო მაგრამ იქ ხო გამარჯვება ცალსახა არ იქნება ის თუ ევროკავშირი თუ პოლიტიკურად აი წარმოგიდგენთ თუ პოლიტიკურად ევროკავშირის ერთი ჯგუფის სახელმწიფოები ის იქნება წინააღმდეგი ომის და ომში ჩართვის რუსეთის წინააღმდეგი მეორე ჯგუფი რო გინდა თუ არა ჩვენ ახლა უნდა და ეს გაიწელა ამასობაში კიდე ეს გადაიზარდა ბირთვულ ულტიმატუმში და ასე შემდეგ კიდე უფრო დაფრთხა მე აამუშალა საინფორმაციო ეს თავისი მექანიზმი თავისი ლეპენი AfD და ასე აი ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში დასრულდა იმით რომ დიდი ნაწილი რუსეთის მოთხოვნისა იქნა მიღებული აი უკრაინასთან მიმართებაში ხო? ანუ იქნება ეს გაყვანა ჯარების თუ ასე შემდეგ, რომ აი ჩათვალეთ რომ რუსეთი გაცილებით ძლიერი ბრუნდება ევროპის კონტინენტზე, გაცილებით მეტი მოთხოვნით უსაფრთხოების თვალსაზრისით და გაცილებით მეტი შანსი მათ შორის ფინანსურ-ეკონომიკური თანამშრომლობით ამერიკელების დახმარებით. რა ლაშა სტეიკას ვარზე გიქნებით. წარმოგიდგენთ ესეთი სცენა. იქ მაგალითად რუსეთმა გადაწყვეტა რომ ჩემთვის ეს ჯერ კიდევ პარალელური რეალობაა, სანამ ეს არ მოხდება, პარალელური რეალობა ბევრისთვის იყო 2022 წლის 24 თებერვალის, იმიტომ რომ აი მას შემდეგ სამყარო ამოღირავდა. ფაქტობრივად ის აღარ არის სამყარო, რომელიც იყო მეუბნებათ 1955-ის და საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. სადაც რაღაცა წესები, რაღაც ურთიერთპარტივის სცენა პოლიტიკური აზრმდგენელების მიერ განსაზღვრული ჩარჩოები არსებობდა. ეს უკვე არ არსებობს და კიდევ უფრო მეტად ირღვევა ეს ჩარჩოები. და ნუ თქვათ რომ აი ესეთი რაღაცა სიგიჟემი ხდება და რუსეთი გაკეთებს ამ ავანტურაზე წასვლას. ესტონეთში არის ბრიტანული სარდლობა დაახლოებით 1300-1400 კაცი არის ჯარისკაცი არის განლაგებული. ნოემბერში კანადური სარდლობა არის ლატვიაში და გერმანული სარდლობა არის ლიტვაში. საერთო რაოდენობა აი ამ ჯარისკაცების არის 5000-ზე მეტი, რომელიც აერთიანებს აი უცხოურ კონტინგენტს ნატოს ეგიდით. იმ შემთხვევაში თუ აი ეს ნაბიჯი გადაიდგა პუტინის მიერ. შენ როგორ გონი აი სიტუაციური სცენარი რო წარმოვიდგინოთ, ეს სარდლობა, აი ეს ჯარები ნატოს ეგიდით გადიან, ან რჩებიან და თუ რჩებიან და იბომბებიან პირობითად რუსების მიერ, მაშინ რა პასუხია ევროპის მხრიდან რატო ეკითხებიცით რომ აი თუ გერმანელი, ბრიტანელი ან ფრანგი ჯარისკაცი და ამ ლიდერ სახელმწიფოებზე სპეციალურად ხაზგასწრომა ვაკეთებ დაიღუპება ეს საზოგადოებაში არ მოამძლავრებს იმ ესე ვთქვათ აზრს რომ აი უკვე დროა რომ რუსეთთან შევიდეთ იმგვარ დაპირისპირებაში და ომში რომ უბრალოდ ეს პრობლემა დავუშვათ ერთხელ და საერთოდ ანუ რეალურად მე მგონია რომ
რუსეთის სწრაფ რეჟიმში რამოდენიმე ესეთ ნაბიჯი გადადგავს, რომ არ მისცეს საშუალება ზოგადად ევროკავშირს რაღაც ადეკვატური პოზიციის ჩამოყალიბების. ანუ რა თქმა უნდა ეს სამხედრო რუსეთში ხდება სამხედრო კონტინგენტი იმისთვის, რომ დარტყმა განახორციელოს. ხო, ეს ვერ დაიმალება ვერსად, იმიტომ რომ იქ ქვედანაყოფების განლაგება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გამოჩნდება. გამოჩნდება ასევე ზოგადად ფართო მასშტაბიანი რაღაც ოკუპაციის მიზნისთვის არის შექმნილი ეს დაღუპება თუ რაღაც შეზღუდული სამხედრო ოპერაციის ფორმა, რომლის ძირითადი მიზანი არა ტერიტორიის დაკავება. ხო, რომლის არამედ აი ამ სამხედრო მოქმედებების შეზღუდული სამხედრო მოქმედებების ფონზე აი ამ პოლიტიკური ულტიმატუმის წაყენება არის. ამას კი ყველაფერი გამოჩნდება, ჩვენ არ ვიცით რეალურად საერთოდ გადაიხრება ეს რუსული ისა. მაგრამ აქ პრინციპად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი ძალიან დიდ საინფორმაციო ომს წარმოიწყებს სწრაფ რეჟიმში და აი როგორ კაზუსბელი რა უნდა იქნება? კაზუსბელი არის. რუსეთი ამბობს უკვე ხანია, რომ ჩვენ ვიმყოფებით ნატოსთან ომში. ეს უკრაინას არ ვებრძვით, რეალურად ეს ომი რაც არის და ეს თავის მოსახლეობას უხსნის წლების განმავლობაში, კი არა წლების განმავლობაში, რომ რეალურად ამერიკელებთან, ნატო-თან დღევანდელ განცხადებაში და თუ კალიგრადის ბლოკადას რას ეძახის, რომ დაუშვათ იქ ლატვიამ და ესტონეთმა არ გაატარეს. კი, ანუ ბევრი მომენტი არის, ახლა მაინც და მაინც ის გლაივიცის ის ინციდენტი არ არის საჭირო რომ განეკორდეს, ანუ თუ ესეთ სახელმწიფოებში შევდება ხოლმე ომის დაწყების საბები, ისინი ხოლმე გამოიგონებენ. ხო და მე საინფორმაციო უზრუნველყოფასაც გააკეთებენ ამას. ან მაინერლაში როება კიდე გინელებთან როდესაც გრამატას. მაგრამ აქ პრინციპული მომენტი არის ის, რომ მასობრივი საინფორმაციო შეტევა განხორციელდება დასავლურ საზოგადოებებზე, იმის საჩვენებლად, რომ აი რუსეთი ახლა რეალურად სხვა გზას ვერ ხედავს, გარდა იმისა, რომ აი ეს ულტიმატუმი როგორც დეკემბერში 2021 წლის დეკემბერში თუ გამოსში უცებ ჩაიკითხები და ეს ამაღაც რო გამწფასო. აი ახლა ეს გავა ეთერში ჩვენი როდესაც საზოგადოება როგორ შეკითხავს დასვამს იცით რომ აი თუ ამბობთ და ამტკიცებთ ამდენი წლის განმავლობაში რომ რუსეთი ვერ ამარცხებს უკრაინას და პოკროვსკთან უჭირს მას წინსვლა და ვერ შეძლო რაღაცა გარდამტეხი წარმატების ჩვენება, როგორ შეძლებს ის პირობითად ბალტიაში რაღაც წარმატებას? იმიტომ რომ საზოგადოებას არ აქვს სწორი აღქმა რა განსხვავება უკრაინასა და ევროპელებს შორის. საზოგადოება გონია რომ ევროპა დიდია, მისი რესურსები დიდია, ანუ მექანიკური რეალურად ხდება, არა, რა თქმა უნდა, მაგრამ საზოგადოებას არ აქვს გააზრებული ქვეყანა სამხედრო ვითარებაში როგორ იმართება და როგორ უნდა გაწიოს წინააღმდეგობა და რა დონის და რა ხარისხის კონსოლიდირებაში გამოიხატება ეს, იქნება ეს საომარი ეკონომიკა, იქნება საზოგადოების კონსოლიდირება, ქვედანაყოფების თავმოყრა, აღჭურვა თუ ასე შემდეგ, ლოგისტიკა, ომის ლოგისტიკა როგორ მუშაობს, ხო? ეს ყველაფერი აღქმაში არ არის და წარმოდგენა არ აქვს, რომ ევროპა ძალიან დაქუცმაცებულია, ძალიან დიფერენცირებულია. განსხვავებული ქვედანაყოფები, განსხვავებული სტრუქტურით, მათ შორის, ანუ განსხვავებული ლოგისტიკური უზრუნველყოფით, ეხლა იწყებენ მაგალითად ევროპელები ევროკავშირის ფარგლებში ევროპის სამხედრო შენგენზე საუბარს, ხო? ანუ დღემდე პრობლემა აქვს ქვედანაყოფების დიდი რაოდენობით გადაადგილებისა ევროპაში, იმიტომ რომ ეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არ პასუხობს და ძალიან ბევრი წინაპობა აქვს, როგორც სამართლებრივი, ასევე ტექნიკური. და წარმოიდგინეთ დღეს თუ ან რაღაცა ცოტა აბსურდის თეატრი არის, მაგრამ 4 წელი არის გასული და ევროკავშირი ეხლა ლაპარაკობს ამ ევროპის შენგენზე, როცა ჯერ კიდევ წლების განმავლობაში ეს პრობლემა იდენტიფიცირებული იყო და ამასაც ეს უნდა ეზრუნათ. ანუ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ხო ყველა მიცის. რეალურად მაგრამ ჩვენ საუბრობდით იმაზე რომ რუსეთი როცა დასავლეთზე ხა პოლონეთი იქნება თუ ბალტიისპირეთი იქნება ხო რუსეთის სტრატეგია ყოველთვის არის ის ყოველთვის უყურებს სადამდე შეუძლია მას ბოლომდე რომ მიაწვეს ხო ანუ მიაწვება გასტესნებს ხო თუ მან პირობითად ანუ როგორც 2021 წლის დეკემბერში როცა ასეთი ულტიმატუმი წარუდგინა ეუთოში წარადგინა ნატოში წარადგინა ევროკავშირში წარადგინა და ამბობდნენ რომ დაუბრუნდით თქვენ 97 წლის სტატუს კვოს ის უნდა დააბრუნეთ რაც იყო, ნუ მაშინ ევროკავშირმა ეს რა თქმა უნდა და ნატომ ეს ყველაფერი სასაცილოდ არ ჩაიგდო და ამ დროს ეხლა გამოაგორებს რუსეთს და ითქვის რომ იცით რა მე
ხედავთ თქვენ ჩემს პირობითად ვიძახი ახლა ვიგონებ რა თქმა უნდა ამის ფორმულირება სხვანაირი შეიძლება იყოს მაგრამ პირობითად თქვას რომ მე ვხედავთ თქვენ მემებზით რუსეთს ანუ თქვენ ხართ რეალურად ჩართული აქამდე ომი კარგახანი იქნებოდა დამთავრებული ამას წულობს ტრამპი და ჩვენ და ასე შემდეგ მაგრამ თქვენ ხართ რეალურად ომში დაინტერესებული და თან იქავთ 30 მილიონი აქეთ კიდე რაღაცები მოხდა საზღვარზე თქვენ მე დამარხით იქიდან რა ქვია ლიტვიდან თუ ლატვიდან და ასე შემდეგ და მე სხვა გამოსავალს არ ხედავ ეხლა მე თქვენ გეუბნებთ იმისთვის რომ ომი იქნას აცილებული ჩვენსა და ნატოს შორის გაიყვანოთ თქვენ ქვედანაყოფები ბალტიის პირეთიდან თორე სხვა შემთხვევაში 24 საათის რეჟიმში შევდივარ და იწულებული იქნები რომ მე თვითონ ანუ ასე ვთქვათ განვაიარა რომ ის ქვედანაყოფები რომლებიც იქ არის განლაგებული აი ხო ვითომ იმს ამიწყებთ და გეუბნებით გამოსავალს თავაზობთ რომ გაიყვანოთ უბრალოდ ხო ის კონტინგენტები საერთაშორისო ნატოსი 3000 იქ 3000 ნუ იგივე სიხსოვს უკრაინასა მიმართებით დონბასს და აიყვანა ჯარი და ბევრისთვის ხო ანუ წარმოვიდგინეთ ვიღვიძებთ და იცით რომ თუ ამას არ გააკეთებთ 24 საათის განმავლობაში შეიძლება სულ სხვა რეალობაში გაივიძოთ ხო ან უდიდესი ფსიქოლოგიური მორალური ზეწოლა არის თან ერთ მთავრობაზე კი არა ანუ 30 მთავრობაზე არის ევროპის მასშტაბი და ეს ანუ რუსეთი ამას შეხედავს ბუნებრივია დააკვირდება რა რეაქციები მოყვება ამას სანამ ეს ევროპელები შეიკრიბებიან სანამ ეს გაკეთებას მიიღებენ და ასე შემდეგ ბუნებრივია ამას კიდე მოუმატებენ საინფორმაციო სივრცეში ზეწოლას ქვეყნების შიგნით და ასე შემდეგ და მე ეს პროცესი ბუნებრივია განვითარდება ხო ან იქიდან თუ რა რეაგირება წამოვა ევროკავშირის მხრიდან დარწმუნებული რომ ეს დამაც ერთიანი და კონსოლიდირებული არ იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რაც იქნება, საშუალებას მიცემს რუსეთს რომ კიდევ ერთი ზედ დაამატოს, პირობითად 2 დღე კიდე მიცეს თქვას რომ კარგით ეხლა ვერ ასრებთ, პირობითად კარგი 2 დღე კიდევ დამატებით გაძლევთ და ანუ უკვე რუსეთი პრაქტიკულად გამარჯვებს რომ კარნახობს რეალურად დომინირებს იმ სიტუაციაში გააჩნია საინფორმაციო უპირატესობა, საერთოდ შეადგენს ევროპულ პოლიტიკოსებს და ეუბნება ამავე დროს ეუბნება რომ ისე კომპრომისი არსებობს. გაიყვანეთ ეს თქვენი ისინი, ხო, რა თქმა უნდა, დანაყოფები აქედან, რაც უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იქნება. ნუ ეგ ნატოს გაუქმება იმის. რა თქმა უნდა, თუ ბალტიისპირეთთან გამოვიდა ეს, რატომ არ გამოვა ეს ფინეთთან მიმართებაში, ხო? რატომ არ გამოვა ეს პირობითად ხო, მაგრამ ვიცით რა მე ახლა ეს ცოტა პესიმისტური სურათია, რაც ჩემი აზრით არის ამის საფრთხე, მაგრამ მოდი ესეთ შეკითხვა მინდა დაგისვა რა. როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო რუსეთმა, იყო ესეთი ინფორმაცია, რომ დააზბერვას ჰქონდა ესე ვთქვათ მონაცემები, დიდი ხანი მუშაობდა SWR იმაზე, რომ ესე ვთქვათ შიდა განწყობები შეესწავლაო და იყო ესეთი მოცემულობა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში პრობლემად ხარკოვში დახვდებოდნენ ყვავილები, მაგრამ ეს ესე არ შედგა, ხო? ანუ მან სტრატეგიულ დაგეგმარებაში არასწორი გათვლების ფონზე ვერ შეიტანა გარდატეხა საწყის ეტაპზე უკრაინის ომში, რაც აგერ ძვირად დაუჩნდა. იმ შემთხვევაში თუ ამ ავანტურაზე წავა პირობითად რუსეთი ბალტიაში და იქ იქნება boots on the ground და რაღაც ნაწილები შეიჭრებიან. ნუ ჯერ ძალიან პარალელურ რეალობას გამეთხოვთ, მაგრამ ჩემი აზრით არის ამის საფუძვლიანი ეჭვები. თუ იქ შეხვდება წინააღმდეგობა ძლიერი წინააღმდეგობა. თუმცა ასევე ისიც გასათვალისწინებელია, რომ დღეს დღევანდელი ომი ის ომი არ არის, რაც 24 თებერვალს იყო, იმიტომ რომ ისეთი ტექნოლოგიებია ჩართული, რომელზეც არ მუშაობს დღეს პირობითად ნატოს აღმოსავლეთ ფლანგი აბსოლუტურად დრონებზე საუბარი ასევე პლანირებად ბომბებზე, რომელიც რუსეთს არ ქონდა და დღეს აქვს და ასევე არის მასშტაბირებაზე სარაკეტო შეიარაღებისა და კამიკაძე შორს მოქმედი შაჰედის დრონებისა, რომელიც არ ქონდა, მაგრამ დღეს აქვს ძალიან ბევრი. აი ამ მოცემულობაში როგორ თუ შეიჭრება, როგორ შეიძლება ერთიანი პასუხი იყოს, ესე ვთქვათ, წარმატებული, უშუალოდ ბრძოლის ველზე ან რაღაცა საბრძოლო მოქმედებათა თეატრში. უბრალოდ არის რუსეთის ამ სამხედრო კამპანიის 4 წლიანი სამხედრო ისე ომი პრინციპში მიდის 2014 წლიდან, ახლა უსრულდება უკვე ესე იგი ამდენი გამოდის 12 წელი უსრულდება ამ ომს მალე მარტში მაგრამ აი ეს ფართომასშტაბიანი შეჭრიდან 4 წელი სრულდება ახლა თებერვალში და მინდა უბრალოდ აი რუსეთის წარმატებობის ასე ვთქვათ ილუსტრაციაზე ცოტა ვთქვა რა აი წარმოიდგინეთ 2003-ში რომ შეიჭრა მარტის რომელი რიცხვი იყო არ მახსოვს ამერიკა ერაყში მას აპრილის 14-ში თუ რაღაც 13-ში და უკვე ბაღდადში შევიდა და მიაღწია თავის მიზანს. ნუ მე იქ ახლა სტაბილიზაციის ოპერაცია რო გაიწევა და რაღაცა იქ სხვა თემაა, მაგრამ დაზევიძახი, ანუ
მთელი 38 მილიონიანი ქვეყანა, ანუ სადაც უკრაინის მოსახლეობის ხელა ქვეყანა, სიდიდითაც ახლა მიახლოებით იმ ხელა აიღო, დიდი ჯარი ყავდა სხვა შორის სადამ ჰუსეინს 900,000-ზე მეტი ტანკების ძალიან ისეთი შედარება, ანუ ძალიან რელევანტური შედარება არის რა. 4 წელია ბუქსაობს, აი წარმოიდგინე 4 წელი გასულიყო 2007 წელი ყოფილიყო ამერიკას დაეკარგა 1,200,000 კაცი, რა ქვია მას 7,000 ტანკი, მთელი BMW-ები, ყველაფერი გაეხარჯა მთელი ესე იგი რეზერვები მთელი ფორტ-ნოქსი ოქროდან დაეცალა, გაეყიდა იმისთვის რომ ეს რამენაირად ესე იგი და ვალები აეღო იმისთვის რომ რაღაცნაირად ესო მიეწარმოებინა და 20% აეღო ერაყის აი სადღაც საუდის არაბეთის და ერაყის საზღვარზე რაღაცა პატარა დასახლებული პუნქტის ცალკე წინსვლაზე გამოეცხადებინა რომ მაინც შეიცავს და ვიგებ ამას ხო სიგიჟე ჩავთვლი რაც იგებ კაცო და რა ეგრა მოგება აი ეგეთ მდგომარეობაში არის და კატასტროფული მდგომარეობა აქვს რეალურად აი რო გაგრძელდეს ამ ტემპში ამ რეჟიმში ომი 4 წელი მხელა ვალებში შეძრება რომ იმიტომ არის ლოგიკური ისტორიულ პარალელებს თუ ავიღეთ ეგეთი ომებიდან და ეგეთი კატასტროფა არც ავღანეთის ომი იყო საბჭოთა კავშირისთვის ეგეთი სვეტთან და ხარჯებთან დაკავშირებული როგორც ეს არც პირველი მსოფლიო მის თქმა მინდა რომ ყოველთვის როცა ესეთი დიდი მართლისგან და ფრონტებზე მე რუსეთი იშლებოდა როგორც წესი და შიდა დეზინტეგრაციას განიცდიდა. ეხლაც ეს აღტკინება რაღაც ეროვნული მოტივები და ეს რაღაც ნაციონალისტური მოტივები ხუხულას იმასავე დაინგრევა როგორც კი აღმოაჩენეს სიმართლეს რომ აი და ავიღეთ რაღაცა დასახლებული პუნქტები რეალურად კი არ ავიღეთ მიწასთან გავასწორეთ და ეხა ის ჩვენი აღსადგენია რომლის აღდგენის მაგის აღდგენის კი არა 20% რუსეთის მოსახლეობის კანალიზაციის გარეშე ცხოვრობს და ერთ მაშინ ახლეთში შვება მოისაქმებს იმიტომ რომ არა აქვს ცენტრალური ისა აი ასეთი ქვეყანა დაგვჭა და რა ვქნათ ეხა ჩვენ ამ პირობებში ამდენი ესე იგი ისა კრიმინალი ისა რა უყოთ ამდენ ხალხს რომელიც გამოვიდა იმით რომ აი ეს ეგრეთ წოდებულ SVU-ში უნდა ებრძოლოთ რაღაც და აი ამ კატასტროფის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთი და ამის ის რა იქნება რომ დაუშვათ ესკალაცია და ესკალაციის მიზნით. ხო ანუ უბრალოდ ალტერნატივა არ აქვს. ხო ანუ მაშინ პუტინი მოხდას როგორ აი შენ თქვი რომ დემოკრატიულ რეჟიმებში რა ქვია ქვეყნებშიო შიდა პოლიტიკა განსაზღვრავდა სხვა შორის სხვანაირი მექანიზმით, მაგრამ შიდა პოლიტიკა განსაზღვრავს მათ შორის არადემოკრატიულ ქვეყნებშიც. ხო, მაგალითად რეჟიმის ინტერესი უფრო მაღლა დგას, კი, არადემოკრატიულ ქვეყნებში, ვიდრე სახელმწიფოს ინტერესები. ანუ რუსეთის ინტერესი ერთია, და პუტინის ინტერესი სხვა. პუტინის ინტერესი არის გადაეცნოს თავის თავი რა. ეს დადგება საბოლოო ჯამში, ხო? ამ მოცემულობით. ხო და მისთვის მაგალითად ახლა რატო ვიძახი საქართველოს მიმართ საქართველოს დიდი არაფერი საპირწონიაოს არ არის რეალურად, მაგრამ შეიძლება ამისგან რაღაცა შეფუთო და მედიურად გააკეთო, რომ აი მალენკა აპაბედანოსნაა. თუ არა და ახლა იქით რომ გაილაშქრებს დაუშვათ და შენი მოსაზრებით ახლა თან გეთანხმები როგორ ახლა ჩვენ გვიმუშავია კიდევ ეგეთ თემებზე, როცა პროგნოზებს აკეთებ, ყველაზე უარესი სცენარი უნდა გათვალო. შენთვის მოსმენიანი კი არა, ყველაზე ძიმე რომელიც შეიძლება ნაკლებ რეალისტურია, მაგრამ უნდა გათვალოთ ცუდზე, რომ მე იქნება უფრო იოლიც იყოს. რაზე ვიძახი, ანუ თუ მასზე მიუდედი, შენ სწორი ხარ, მაგრამ ჩემი შეფასებით ევროპა არც მასეთი სუსტი და არც მასეთი მოუმზადებელი არ არის. მიუხედავად მრავალი წლის აი ამ დეგრადაციისა ის რომ გადაერთვნენ ჩვეულებრივი კონვენციური ომებიდან აი ამ რაღაც ანტიპარტიზანულ იგივე ამ ავღანეთმა ძალიან დიდი ის მიაყენა, იმიტომ რომ იქ პრაქტიკულად სამშვიდობო მისიებზე რომ დადიოდნენ ამან იცი რა დიდწილად ის უნარჩვევები დააკარგინათ, რაც ცივი მოყოლებული მაინც ჰქონდათ, აი თავდადვასე ორიენტირება რაღაცა ანუ მაშინ შეამცირეს ეს ჯარები, იმიტომ რომ თქვენს რომ ხა თუ ავღანეთისთვის გვინდა მარტო და რაღაცა, რა გვინდა ამდენი ტანკი, ამდენი არტილერია, ამდენი ჯარისკაცი ზოგადად მოვამზადოთ მცირე რაღაცა, ანუ სხვა მიდგომები იყო. და ამან გამოიწვია და მოვედით დღემდე როგორც არის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იცი რა, განსაკუთრებით აი ბალტიის პირელების იგივე ამ პოლონელების ასე ვთქვათ, საბრძოლო განწყობა, სულისკვეთება ძალიან არა სათანადოდ ვაფასებთ. ეხლა ესტონეთს თავის პრობლემა აქვს, ის რომ დიასპორა ყავს ძალიან დიდი რუსული.
მან და შეიძლება ჰიბრიდული რაღაცას მე არ გამოვიწყო, იმიტომ რომ თუ კაცუნები გამოჩნდებიან. გახსოვს აი ის რო იყო საბჭოთა ჯარისკაცის ძეგლის გატანის თემა, მაშინ რო ატყდა, მაშინ გამოაჩინა რუსეთმა კბილები, რომ ეს მწვანე კაცუნების ისა თემა იქ რეალურია, მაგრამ 70,000 კარგად მომზადებული ჩვენ ისეთი რეზერვისტი კი არა აი რაღაცა ვითომ რო არის კარგად მომზადებული და კარგად მაღალი მოტივაციის მქონე ყავს ანუ თითქოს პატარა ესტონეთია მილიონი რაღაც 200,000 არ არის ინტეგრირებული იმ ახალ ტექნოლოგიებთან, რომელსაც თანაც უკვე რუსეთი ეგ სიმართლე გითხრა მე მგონია რომ ცოტა აი ჩვენ ახლა და არ ვფიქრობ რომ არაობიექტურად არასათანადო მაგის ის ძალიან მალე მოხდება მაგაზე ადაპტირება რა განათლებული ისეთი მოსახლეობა მოტივირებული რომელსაც თან ახლა საბჭოთა ოკუპაცია ახსოვს პოლონეთსაც ძალიან მწარეთ და გერმანული ოკუპაციას და ბალტიისპირელებს საბჭოთა ოკუპაცია ანუ ისინი რუსეთს მართლა სერიოზულ საფრთხეთ ანუ ზუსტად იმათ შეიძლება დაეჯახოს რუსები რომლებსაც მოტივაცია არ აკლიათ და ეხა ტექნოლოგიურად და მუშებოთ ეხა გერმანია ორჯერ მეტია ვიდრე რუსეთი და ევროკავშირი კიდე 10ჯერ მეტია ვიდრე რუსეთი. კონსოლიდაცია არა. ანუ და ეხა ჯამში რო ავიღოთ ეს ნატოს ევროპული ჯარები ამერიკის გარეშეც ჯამში მათი აი ერთად რამდენი артиლერია, ერთად რამდენი ტანკი, ერთად რამდენი განსაკუთრებით ავიაცია გააჩნიათ რუსეთზე ბევრად მეტნი არიან, ხარისხით ხო არიან და არიან უკეთეს მდგომარეობაში, მაგრამ რაოდენობრივად მესმის რომ ამათი კოორდინირებული და ერთიანი მოქმედება პრობლემაა, სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში იცი რა, ჩემი აზრით, ცუდზე უნდა გავთვალოთ, ამიტომ გეთანხმები შენ, მაგრამ მეორეს ანუ ეს ისეთივე სულ რეალისტი იქნება, რუსეთისთვის დიდი სურპრიზი იქნება რამხელა წინა თუ ეგეთ ავანტიურას წავიდეს, როგორ მაგრამ მოხდება იქში უკრაინელებზე არანაკლებ სურპრიზი იქნება რა, ჩემი აზრით. მე ის ხალხს გამიდა კიდევ ერთხელ რომ რუსეთის მიზანი არ იქნება პირობითად თუ არ ყარაბა. ანუ ესტონეთის ოკუპაცია ლიტვის აქ დარდგნა ამ ომს აქ კინეტიკურის გარდა აქვს გაცილებით მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური. ეს არის დარგმა ევროკავშირზე. და ნატოზე. თუ ამ ხო, რა თქმა უნდა, ნატოზე და ნატოს ამ ბალანსზე კინეტიკური სისხლის გრის და იმის ფონზე, რომელიც შეიძლება საზღვრის პირა იყოს, შეიძლება ცოტა იქით, შეიძლება 10 კილომეტრი ჩიგნი, შეიძლება 100 შემდეგ. და ამის ფონზე რუსეთი ახერხებს აი ამ საინფორმაციო შეტევითი ულტიმატუმებით და ასე შემდეგ ახერხებს დიდწილად თავისი პოლიტიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებას რეალურ აღავსობრობ რუსეთს თქვათ და ამერიკელები დაეხმარნენ და ევროკომი გახდეს პირობითად იმიტომ რომ ეს არის ძირითადი მაგასაც უნდა მოვიწყოთ ახლა მთლად არა ნუ ხა საუბრობ უფრო ვაზღვარს ვარებ და კიდევ უფრო რადიკალურად ვაკეთებ ახლა რეალურად ხო და როგორც პოლიტიკურად ასევე სამხედრო ბერკეტების თვალსაზრისით რაღაცები მოიყა რეალურად და პასუხის გაცემა ანუ რუსეთს ამოცანა რეალურად ის კი არ არის რომ დაეტაკოს და ერთი თვის განმავლობაში ახლა მასაკნას ესტონელები გადახარშოს იქან ლიტველები და არა სულად შეიძლება არ არის შეიძლება პირობითად ერთ კვირაში მან ესეთი ულტიმატუმი სტრატეგიული მიდგომით ესეთი პოლიტიკური საინფორმაციო და ულტიმატუმი და საფრთხე კომპონენტი ხო შეხედა პირობითად გაკაჩა ანუ მიიღო შედეგი პოლიტიკური მიიღო ანუ შეიძლება რაღაცები აღარ გახდეს საჭირო საომარი მოქმედება არა მე გარკვეული ის მაქვს ანუ ნანახი მაქვს ანუ ევროპაში რო ეს რაღაცა სტრატეგიული ან თამაშების ის მოდელირება მოხდა რა შეიძლება მოხდეს ბალტიისპირეთში რუსეთის შემთხვევაში და მათ მთელი აქცენტი ჰქონდათ ანუ აღებული ჰქონდათ რეგულარული ჯარის რაოდენობა და იქ განლაგებული ნატოს სხვადასხვა კონტინგენტების და ეს არ არის საკმარისი რუსეთმა თუ შემოუტია რომ ეს რენდის გაკეთებული იყო ხო მაგრამ უკვე რა ხდება ისინი ჯერ ესეთიც ამ რეზერვისტების თემას არ ითვალისწინებენ რომლებიც ძალიან აქტუალურია ამ და ბალტიისპირეთში ანუ იქ ეს კაიცელიტი და ის არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ ანუ ეგრევე იშლება როგორც ახლა ისრაელში ხა ისრაელი ჯარი რო არის 450,000 ის არის ნახევარზე მეტი რეზერვისტი თორე რეგულარული 120,000 ანუ იქაც ახლა ის ესტონეთის ჯარი რო ნახოს ასაცილოა ხო რაღაცა რა ვიცი 7,000 თუ რაღაცა არის მაგრამ უცებ 70,000 რეზერვისტი იმას საერთოდ არ ითვალისწინებდა და ის რა პროექტი გეგონება ის რეზერვისტები აი როგორც ახლა ჩვენთან 2028-ში რო ფორმალურად ხო მაგრამ ახალი ტექნოლოგიების შემოერს ძალიან დიდი პრობლემა იქნება ხო ნუ შენ უყურებ ახლა ტექნოლოგიებს ხეცი უყურებ რაც არ დასავლური ავიაციაც უნდა შეადარო აი საქმეც მაგაშია რომ დასავლური ავიაციის ფლოტი
მცდელობელი ის ლიდერი სახელმწიფოები გაბედავენ თუ არა ბირთვული შანტაჟის ფონზე აი ამ კონვენციურ დაპირისპირებაში შესვლას. აი ეს არის თეორიული აი რა ვიცი, პოლონეთი და გერმანია და ესენი ეჭვსარდოვებენ ჩემი აზრით, დანია, ნორვეგია, შვედეთი. მე მგონია ეგეთი რაღაცა რომ ერთი დავასრულებ ბავშვი რა. აი ხა ჩვენ რო შეხედავ ხოლმე სატელევიზიო იმებს, ხა ჩვენი ეს პრონატოელი ესენი ვინც აი პროდასავლურ არხებს ოპოზიციურ არხებზე ნახავ აი რა ქვია ალტერნატიული აზრი სადაც გამოიწვება ამ იმისგან კოცების პროპაგანდისგან იქაც ეს პროდასავლური ექსპერტები რომ მიდიან სუიძახიან რომ აი რა გაიმარჯვა რუსეთმა რას უსვამე ხაზს რომ აი შვედეთი დაემატა ფინეთი დაემატა და ამითი დიდი ძალა შეიძინა ნატომ რაც ერთის მხრივ მართალია მაგრამ მეორეს მხრივ თუ ამერიკა გამოვიდა და ამერიკამ დაშა თქვა რომ მეხუთე ბუმის ფეხებზე მკიდია ეს საერთოდ მაგ მონაპოვარს ნიველირებს რა ნიველირებას ახდენს ამიტომ ვისი თქმა მინდა ანუ რაღაც ეხა ჩვენ ამიტომ ვცდილობ რომ ობიექტურად შევაფასო ეხა ერთის მხრივ ნატო თავის რო შეხედო ძალიან ძლიერია სინამდვილეში მაგრამ ეხა ამ ძალას უჩვენებს თუ არა ნება ექნება თუ არა აი ეგ არის შეკითხვა თორე თუ მოინდომა რა თქმა უნდა ხო ანუ და ნუ ეგ არის როგორ რაღაცა იცი რომ აი უნდა დაინახოს რეალურად ანუ თუ აქ არ გააჩერა მე კიდე უფრო შევსწავა ეხლა იყო დრო გეგმა გიგზავნათ რუსებს საბჭოთა კავშირს ჰქონდა გეგმა რომ იმაზე რა ქვია ფეხები გაებანა იმაში რა ქვია ატლანტიკის ოკეანეში და გასულიყო იმაში ლამაში საბჭოთა კავშირის თურქეთს და საბერძნეთის აღებას უნდა ხო იცი რა აი ძალიან მოკლედ ვიტყვი და მე შენ არგუმენტაციის რაღაც გამაძლებას იმას მოვიყვან რომ აი მე რომ ვიყო ეხლა უყურებდი კრემლის გადმოსახედიდან და თუნდაც შევხედოთ აი ხა გარანტიებზე როცა მიდის საუბარი უკრაინის მიმართ ხო სამშვიდობო ვითომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე და იქ რეალურად არ არის ხო რაც რეალურად და ვუყურებ რომ აი დასავლეთი იგივე ნატოს ქვეყნები და ევროპის ქვეყნები მზად არიან განათავსონ უკრაინის ტერიტორიაზე თავის ქვედანაყოფები ოღონდ დასავლეთ ტერიტორიაზე საზღვართან და ეს ჩემთვის აი ოღონდ თან პოლიტიკურად იმაზე მიდის საუბარი რომ უკრაინამ უნდა მიიღოს ისეთივე გარანტიები უსაფრთხოების როგორც არის მეხუთე მუხლი. ანუ ეხლა წარმოიდგინეთ რამხელა როგორ თქვა ეს ფარისევლობა არის ეს. ანუ საუბრობთ რომ მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტიები უნდა მიიღოს და განალაგებ ქვედანაყოფებს თან თუ განახდა საბრძოლო მოქმედებებიო როგორ გავიყვანო ჯარებიო ეს პირდაპირ მაგატორია ჩემთვის ინდიკატორია რომ დასავლეთში არანაირი სერიოზული მზადყოფნა და განხილვა არ მიდის იმაზე თუ რა ანუ რა რეალური გარანტიები და რა განსხვავება ამ შემთხვევაში პირობთ უკრაინა რომელსაც ზოგადად ეს საუბარია ჩემთვის ფარისევლობა როცა საუბრობენ იმაზე რომ მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტია თუ მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტია არის ანუ მეხუთე მუხლია ანუ შინაარსობრივად ხო და თუ მეხუთე მუხლი არის ესე იგი ნატოს პოტენციალს გავს თუ კორეის და იაპონიის იმაზე მაგალითად კორეის ცენტრალურ უკრაინაში უნდა კორეაში ამერიკული ჯერი დგას ის მზაებად და მას აქ ამოცანა ჩრდილოეთ და თუ ამ მისიას შენ უსკო იმ კონტინგენტს რომელიც უკრაინაში არის ეს ხო ეს არის კარბლანშევით არის ჩემთვის კრემლისთვის და შესაბამისად რეალურად არის მოცემულობა ამგვარი მე რასაც ხედავ ანუ მე ვიზიარებ იმ მოცემულობას რომ კრემლი აპირებს ამ ავანტურას წასვლას იმიტომ რომ დღეს მოცემულობაც უდგას უკრაინაში აგერ 90 მილიარდი დამტკიცდა ხო პოკროვსკის 2024 წლის ოქტომბრიდან ებრაუჭება და აი თითქმის ბოლომდე მიყვანილი ყავს მაგრამ მაინც არ ყავს მიყვანილი ვერ აკონტროლებს დონბასის აღების გარეშე პუტინი ომს ვერ გააჩერებს იმიტომ რომ ეს არის პროგრამა მინიმუმი დასახული რომელთაც საკუთარ მოსახლეობას აი ამ პროპაგანდისტებს საკვებს დაუყრის და ეთქვის რომ აი მე ეს პონდა დასახული და შევასრულე და ის რომ ომი გააჩეროს და საქართველოს შემოიჭრას ეს რუსეთის შოვინისტურ ეგოს ვერ დააკმაყოფილებს და მოსკოველ და პეტერბურგელს ვერ არ ნიშნავს ეგ მათთვის არაფერს უკრაინის გარეშე რუსეთის იმპერია არ არსებობს ხო საბჭოთა კავშირის აღდგენა თუ უნდა იმ რაღაცა საზღვრებში პროგრამა მინიმუმი უნდა იყოს უკრაინის მინიმუმ იმ დონეზე ვიყვანა რომ ჩამოშლის პირას იყოს თუ ამასაც ვერ ახერხებს ჩემი აზრით ძალიან ლოგიკურია რომ პუტინი არ დაელოდოს 3 წლის შემდეგ როგორ დამარცხდება სტრატეგიულად უკრაინაში იმ ფონზე რომ დონბასი ვერ იღებს და ვერც საფრონტალურ გარღვევას ვერ აკეთებს და ვერც ზელენსკის ჩამოშლას უზრუნველყოფს ვერც შიდა რხევებს ამ ფონზე თუ ის თulis რომ დასავლეთი არის იმდენად სუსტი რომ ვერ გასცემენ სათანადო პასუხს ბალტიაში ეს ძალიან მაგრად დაბუსტავს მოსკოველ და პეტერბურგელ შოვინისტებს და აი იტყვიან რომ აი ჩვენ
ვიბრძვით უკვე ნატოსთან, ვშლით ნატოს და ეს სხვა რეგისტრში აიყვანს მათ რაღაცა შეიძლება ხა მე ფიქრობდი თან როცა ლაპარაკობდა შენ ლაპარაკობდი ჩემთვის ფიქრობდი და ეგეთი სცენარი წარმოვიდგინე რომ აი დაუშვათ ბალტიისპირეთში შეიძლება შეიჭრას მაგრამ იქ ჩემი აზრით თუნდაც ამ მასში რა ქვია ჩოვლებრივ ბირთვული იარაღის გამოყენებით ჯარში იმაში ომში მას კონვენციურ ომში ელის ძალიან დიდი მარცხით სამარცხინოდ დამარცხდება თან და ამიტომ შეიძლება არ გამოუცხო ხა მე თვითონ ეგეთი სცენარი დავუშვი შეიძლება ბირთვული გამოიყენოს ოღონდ უკრაინაში სადღაც ნაკლებად დასახლებულ ადგილას საჩვენებლად თუ აი შემდეგ იქნება გიჟივა ძალიან კარგი რა ქვია გიჟივა და დამიჯვა რეჟორი კი არა თუ ჟეშური ხო ჟეშურს დავარტყან სადაც არის აბის აიდანაც უკრაინა მარაგება შეიძლება ეგეთი სცენარი ნუ მაგრამ იცი როგორ არის ეს აი მე რაც წაღამ თქვი თავის მეორე არგუმენტი ხო ნახე მარტივად ის შეკითხვა შენ რო პუტინს ვეღარ დაალაგებს დასავლეთთან და ამერიკაში კიდე ხა ტრამპი თუ წააგებს ინვესტიციას ის ინვესტიცია შერასაც იძახიდა რუსეთის ეკონომიკის ურთიერთობის დალაგება ეგ არის 10 წლეულების ეხლა რო ჩადონ ხო ჯერ იმ ჩადებასაც ხო დრო უნდა და რო ჩადონ ფული იმას ამოიღებენ რა ვიცი 70 სირა ერთ ამასაც ვიტყვი და ესა რა ქვია თუ ამ სტრატეგიული განლაგებიდან რუსეთი გამარჯვებული გამოვიდა ეგ განვიხილოთ გამარჯვებული პირობი ნუ ხო გამარჯვება სხვა საუბრობთ ამ ესკალაციის სცენარზე გამოვიდა. აი ეს ხო პრაქტიკულად ნიშნავს რომ ის პოლიტიკური ელიტა რომელიც ახლა მართავს ევროკავშირს ის პოლიტიკური ელიტა შეგვიძლია წავა და ის შეიძლება იმ პოლიტიკური ელიტით რომელიც რუსეთის მიმართ ამ ჯერგეთი აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა ექნება ევროკავშირთან მიმართებაში კონსტრუქციასთან მიმართებაში უსაფრთხოებასთან მიმართებაში პლუს დიდი ალბათობით მას ასევე უფრო განსხვავებული უფრო შეიძლება მობიერი დამოკიდებულება ჰქონდეთ რუსეთთან მიმართებაში თუ დამარცხებულია ანუ რეალურად ეხლა რაც არის მე მგონია რომ პირიქით ყველაზე ისეთი არის რა ყველაზე ანტირუსულად არიან განწყობილები მაგრამ იდეაში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ ვუბრუნდებით 19 საუკუნის რუსეთს ხო ანუ აი ეს როცა რუსეთი ხო პოლიციელი იყო და ევროპული ძალთა ბალანსი როცა არის ხო აი ბისმარკის ომის რომ აი ეს სლავური რუსული აჩერდილი პრუსიის იმაზე რა ქვია ტრამალებს ახლა როგორ თუმცა პრუსიის ტერიტორიებზე რომ ყოველთვის გაჭრეტილი არ ყოფილიყო დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან და ეს ძალთა ბალანსი რეალურად ანუ ეს არის ის რაც რუსეთს უნდა ამ სიტუაციაში რუსეთი აბსოლუტურად აი ამ გამარჯვებული სიტუაციიდან როცა წარმოგიდგენთ უკრაინა წაღებულია ევროპა ის არის დაკუცმაცებული არის ერთმანეთში დაღრეჯილი ასე ვთქვათ ვერ გაუკვევიათ რისი აშენება უნდა და ამ დროს რუსეთი მოდის დეუბნება რომ დაიცეთ ეს ყველაფერი აგერ უზარმაზარი ენერგეტიკული რესურსები მაქვს ისე როგორც ტრამპს ეუბნება რომ მოდი ახლა იმას ავქნათ ენერგეტიკაში გავაკეთოთ ყველაფერი თქვენთვის უფასო იქნება რუსეთსაც დაჭირდება შედარებით იაფასად მიყიდვა ამ ჩინეთის ალტერნატივად რა თქმა უნდა რომ ეს მიიღოს ეს იცი რა ერთი შეკითხვა მაქვს შენ ამბობდი ეს რაღაცას წერან რომ რუსეთს არ სურს დასავლეთთან ურთიერთობის აღდგენაო ან დასავლეთთან რა თქმა უნდა ახლა ცოტა ხანი გავრცელდა ინფორმაცია რომ პუტინთან საუბარს აპირებს მაკრონი შენ ეს რა მესიჯია და რა ქმედება ინფორმაციო დონის კომუნიკაცია თუ რა მე არ ვიცი მაკრონი თვითონ მიდის თუ ვინმე სახელი არა შეხვედრა ფიზიკური შეხვედრა არ იყო დელეგაციების დონეზე მეორე ეტაპზე საწყის ეტაპზე ხო არ ვიცით რეალურად არის თუ არა ეს ევროპული ასე ვთქვათ ერთიანი შეთანხმებული პოზიცია თუ რა არის ანუ ის ჩემი გადმოსახედიდან ამ სიტუაციაში ხა მაკრონი ზოგადად იმის ისტორიას თუ ნახავთ პუტინთან ურთიერთობის ტელეფონით პირადი შეხვედრების და ასე შემდეგ ბევრი კითხვა გაგიჩნდება ზოგადად იმიტომ რომ ფრანგული დიპლომატია ამ თვალსაზრისით ვიტყვი რომ ძალიან ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს მაგრამ ამ ხმამაღალ განცხადებებს არ გამოკან როგორც წესი ძალიან მცირე რამ ხორციელდება ხოლმე რეალობაში ამ გადმოსახედიდან მაკრონის საუბარს პუტინთან კიდევ ერთხელ იმ ფონზე როცა ევროპას დასავლეთ ზოგადად არანაირი სტრატეგია ამონთან მიმართებაში თუ ერთადერთი სტრატეგია ამონში არის რუსეთის სამხედრო დამარცხება და ეს სამხედრო დამარცხება არის პირდაპირ მექანიზმი სამსახურული პოლიტიკური რეჟიმის მოსვლისა რუსეთში სხვა გზა ალტერნატიულს არ გააჩნია ეს თვითონაც იციან რუსებმა და ამიტომ აკეთებენ სწორედ აქცენტს რომ ომი არასოდეს არ დასრულდეს იმიტომ რომ ნებისმიერი სახით ომი რო გაჩერდეს ეს ნიშნავს ავტომატურად ანუ პოლიტიკურ შედეგებს პოლიტიკურ სივრცეში
და ამ გადმოსახედიდან მაკრონის ნებისმიერი მცდელობა ანუ ევროპელების მხრიდან რაღაც პირდაპირ ხაზი გაჭრას პუტინთან შენი განმოსახედე კიდევ ერთი სისუსტის ნიშანი არის ეს არის ერთგვარი მცდელობა ევროპელების მხრიდან რომ კიდევ რაღა უნდა გაარკვიონ მოდი ალბათ თქვა რაღა არის გასარკვევი გეტყვი იცი რა კონტექსტში არის ეგა რომ ამან ხო თქვა რომ ევროპა უშლის ხელს მშვიდობას იმიტომ რომ მათ მიწეს დაფინანსება და ეს არის მის დაფინანსება და ანუ მე მაქვს საქმე ევროპასთან და ამერიკა ჩვენთვის აღარ არის პრობლემა ეხა ევროპა არის და ანუ ევროპის სახელი თუ რეკავს სავარაუდოდ რა მე ამას რუსეთი ყოველთვის გამოიყენებს იმისთვის რომ როგორც ეხა ამერიკელებთან აქვს დალაგებული რომ გახიჩოს ეს დასავლური ერთობა ეხა ევროპის შიგნით მაკრონის პირობითად გამოიყენებს როგორც ან სხვადასხვა ნებისმიერ ეგრეთ მოსახლეობას უწოდებდა რამდენიმე დღეს რომელიც ყოველთვის იქნება ეხა რუსული დიპლომატია მაგ რაც არ უნდა კრიტიკულად ვიყოთ ხო ყოველთვის იმით გამოირჩევა რომ ამ შემთხვევაში ეგეთ შემთხვევებსაც კი არ უშვებს ხელიდან რომ იცის რა ევროპული განსხვავებები მიდგომები საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა ეხლა გერმანელები გაცილებით უფრო ხისტები არიან რეალურად რუსებთან მიმართებაში და მე ერთის განცხადება კი რა გეოპოლიტიკურადაც გეოპოლიტიკურად რაც არ უნდა გერმანიამ ეხლა თავის წარმოდგენით სამყაროში და უარი თქვას იმაზე რომ არ მინდა იქ რაღაც გეოპოლიტიკურად გერმანია არის ის ძირითადი ბირთვი რომელიც აკავებდა რუსეთს ყოველთვის ხო და ეს გერმანელებსაც სოციალ-დემოკრატებსაც და ქრისტიან-დემოკრატებსაც ახლა სულ უფრო მეტად ესმის ეხლა დაახლოებით ისეთივე როგორ ვთქვა ფსიქოლოგიური შეგრძნება არის ევროპაში რომ აი ვინც უკრაინის უკან არის ის გაცილებით უსაფრთხოდ გრძნობს თავს ვინც გერმანიის უკან არის ის კიდევ უფრო უსაფრთხოდ უნდა სულ სხვანაირი აღქმებია და შეგრძნებებია ვიდრე გერმანიას და იქით ახლა პორტუგალიაში რო გავიდეთ იმას საერთოდ წარმოდგენა არ აქვს და საერთოდ არ ხდება აქედან გამომდინარე ძალიან ლოგიკურია ჩემთვის რომ მაგალითად საფრანგეთზე როგორც ერთ-ერთი წამყვან ევროპულ სახელმწიფოზე რომელიც არც თუ ისე გეოგრაფიულად ახლოს არის რუსეთთან და შეიძლება სულ სხვა პრიორიტეტები აქვს საგარეო პოლიტიკური იქნება ეს ხმელთაშუა ზღვა არაბული სამყარო თუ ასე შემდეგ რომ მათზე გაკეთდეს აქცენტი ერთგვარი ფრანგულ-გერმანული ერთიანობის დასაშლელად რუსეთთან მიმართებაში რატომაც არა ანუ ძალიან ობიექტურად მეც ასე მოვიქცეოდი ჩემი ეს დამოკიდე და ყოველთვის ვიტყოდი მაგათაც რომ იცით რა მე ხა გერმანელს არ დაველაპარაკები აი როგორც კელოგი რო ამოიღოს ხო კელოგი რო ამოიღოს ხო და ვიტყოდი რომ ჩაანახოს კელოგი და ვიტყოდი რომ მოდი იცი რა მე უფრო მაკრონს ველაპარაკები ის 20 ჯერ იყო ჩემთან მოსკოვში ჩამოსული იყო მაკრონი რომ ცუდ განცხადებებს აკეთებდა ბოლო დროს კარგ განცხადებებს აკეთებს საქმე არ მიყვება იცი რა მესამე მაშინ იყო ესეთი მომენტი მაკრონმა დაურეკა პუტინს არ მახსოვს რომელი დღე იყო და არაფერი არ შეცვლა რომლის შესახებაც დეტალები არ გასაჯაროებულა ანუ არ ვიცით იქ დეტალებზე იყო საუბარი უბრალოდ რაღაც ტრაფარეტული განცხადება გაკეთდა რომ პუტინს სახე არ შეუძლეო იგივე აიო რაც არის მაგრამ რეალურად რაზე ისაუბრეს არ ვიცი ნუ მოკლედ ჩვენ ახლა ბოლოს მეწავით მოხს არ დათმობს რა ვიგეც ევროპის სახელით რა ხო მაგრამ თქვენ არ ისე თუ არ ასწორო რა ლაშა დიდი მადლობა ბრძანე მადლობა ფირიქით წარმატებებს გისურვებ შესაქმეში და ვიმედოვნებ რომ კიდე გვესტუმრები და საინტერესო ასე ვთქვათ შენობებს შემოგთავაზებ აი ამ ნარამთან დაკავშირებით დიდი მადლობა მეგობრებო დღეს ეს არის ჩვენი პირველი გადაცემა ვეცდებით რომ ყოველკვირეულ რეჟიმში მოგაწოდოთ უმნიშვნელოვანესი სიახლეების შესახებ ჩვენი ანალიტიკური მსჯელობები ვეკითხავთ აი ამ ვიდეოს კომენტარების ქვეშ დაწეროთ თქვენი რაღაც საინტერესო კითხვები და ჩვენ შევეცდებით მათგან რამდენიმე ავარჩიოთ და შემდეგ ვიდეო მოთხოვაში იგივასებთ მადლობა მიმოხილვამდე